საქართველოს და დიდი იმპერიების, მათ შორის აი ამ კუთხით მეც ცალკე ესე არ მისაუბრია. ბუნებრივია, ხა ჩვენი ისტორია სამწუხაროდ ისე წარიმართა, რომ ძირითადად ურთიერთობა ჰქონდა იმპერიებთან. არ ვიცი, ხშირად მithქვამს ხოლმე, სადმე სხვაგანრო ყოფილიყავით და თქვათ, ამდენ იმპერიებს არ შევჯახებოდით, შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო. არ ვიცი, ეგრეთვე ჩვენი ბედი ესეთი იყო, ჩვენ თავიდანვე ამ დიდ სახელმწიფოებთან გვიწევდა ურთიერთობა და მათთან ურთიერთობა რა არის, იცით, აქ დგება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რას ითხოვს შენგან იმპერია და სანაცვლოდ თქვათ, რას გთავაზობს, ანუ რას გასცემ და რას იღებ. ახლა ამ იმპერიებთან ურთიერთობაც ბუნებრივია განსხვავებულია, ხა ერთია, ოდესაც ურთიერთობა გვაქვს თქვათ ბიზანტიასთან, რომელიც კულტურულია, ცივილიზებულია, რაღაც მომენტში ჩვენზე კულტურულია, ჩვენზე ცივილიზებულია და მეორე არის, რას იღებ, ოდესაც გვაქვს ურთიერთობა ოსმალეთის იმპერიასთან, რომელიც შეიძლება მისი სულთნები პირადად ძალიან განათლებული ხალხი იყო, მაგრამ იმპერია და სახელმწიფო იყო უაღრესად აგრესიული. ამასაც მნიშვნელობა აქვს. რა დაგიტოვა და თქვათ, რა მოითხოვა საამისოდ. ახლა ჩვენ მივალთ იმ იმპერიამდეც, მაგრამ მაგალითად არის ესეთი მოსაზრება, რომ საბჭოთა პერიოდი რო ავიღოთ, თქვათ, მეტრო გვაქვს, რომელიც შეიძლება არ ქონოდა, თქვათ, მეცნიერება განვითარდა, სპორტი მაღალ დონეზე ავიდა, სანაცვლოდ რა მოითხოვა. რა იყო ის, რაც ამისთვის დავთმეთ. პრინციპში, ალბათ ღირებულებებამდე დადის ეს ყველაფერი, ინდივიდების ღირებულებამდე. ვისთვის არის, რომ თქვათ, ჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი და ვისთვის ჯობია, ოტია იოსელიანის ნათქვამია, ზოგსო სადაც გაძგა სამშობლო იქონიაო. რთულია, იცით რა არის, ჩვენ რო ვისაუბრეთ რაღაცა ცალსახა პასუხები შეიძლება მეც არ მქონდეს. მე ვეცდები ობიექტური ვიყო. ფაქტები მოგაწოდოთ და ნაკლებად ჩემი ინტერპრეტაცია, თუმცა ეხლა საერთოდ რო რაღაცა არ ვთქვა, ესეც არ გამოვა, მარტო ფაქტები ჩამოვთვალო. ზოგადად არის ესეთი მოსაზრება ისტორიასთან დაკავშირებით, რომ რამდენად ვიცით ჩვენ რეალურად ის, რაც ხდებოდა. არ გულისხმობ იმას, რომ თქვათ, ისტორიკოსი არის სუბიექტური, ვინც ამას წერს. არა, რო ავიღოთ, რომ ისტორიკოსი ობიექტურია მეტნაკლებად. თავად ის, საიდანაც ისტორიის რეკონსტრუქციას ვახდენთ, არა, მით უმეტეს როცა ვსაუბრობთ, თქვათ, ეხლა ჩვენ ასურეთზე ვისაუბრებთ, სპარსეთის იმპერიაზე, იმ ძველ პერიოდზე. აი ეს წყაროები ისინი ამდენად ობიექტურია. რამდენად სრულად ასახავენ იმას ყველაფერს, რაც ხდებოდა. და აქედან გამომდინარე ესეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ პრინციპში ჩვენ არ ვიცით რეალური ისტორია. ჩვენ ვიცით ის, რის აღდგენასაც ვახერხებთ და რის რეკონსტრუქციასაც ვახერხებთ, მაგრამ თავისთავად ასე იყო თუ არა, ამის 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ. იმიტომ ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც ახალი წყარო, რომელიც ყველაფერს შეცვლის. მაგალითად, ვისაუბრეთ ჩვენ არაბებზეც, მაგრამ ეხლა გეტყვით, მაგალითად, არაბების პირველი შემოსვლა ითვლებოდა, რომ ესეთი იყო შედარებით მშვიდობიანი და ჩვენ მათთან არანაირი ბრძოლა, ომი არასდროს არ ქონია და მე ჩემ სტუდენტებსაც ესე ვასწავლდი ყოველთვის, მაგრამ აღმოჩნდა ის რაღაც ცოტა ხნის წინ წყარო, რომ აღმოჩნდა, რომ არც ესე არ იყო და ომიც ქონია და ბრძოლაც ქონია. ანუ მთლიანად შეიცვალა ეს კონცეფცია, რომელიც აქამდე ჰქონდა. აქედან გამომდინარე, რაღაცა პირობითობა ამ ჩვენ საუბარში ბუნებრივია იქნება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვეცდები ვიყო ობიექტური და მოგაწოდოთ ობიექტურად ყველაფერი. ეხლა თუ ჩვენს მდებარეობას შეხედავთ, დაინახავთ, რომ პრინციპში სამი მხრიდან მეტნაკლებად დაცული ვართ, რა, დასავლეთი, აღმოსავლეთი ზღვა, ჩრდილოეთიდან კავკასიონის ქედი, ჩრდილოეთიდან ჩვენ პრინციპში მოწინააღმდეგე თითქმის არ გვყავდა. ეპიზოდურად ჩდებოდნენ, თქვა, თავის დროზე ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეებში, მე-7 საუკუნეებში გამოჩნდნენ კიმირელები და სკვითები, თქვათ, მერე ალანების შემოსევები, მაგრამ პრინციპში ჩრდილოეთიდან ჩვენ სადღაც მე-18 საუკუნემდე მეტნაკლებად დაცულები ვიყავით. ჩვენთვის პრობლემა იყო სამხრეთი. სამხრეთი, საიდანაც მუდმივად იყო ეს შემოსევები. ხო, ეხლა იმპერიას რას ვეძახით ჩვენ იმპერიას? იმპერიას ალბათ ვეძახით სახელმწიფოს, რომელიც არის დიდი, თუმცა მცირე იმპერიების თეორიაც არსებობს. ძლიერი სამხედრო თვალსაზრისით იპყრობს ტერიტორიებს და ყველგან ამყარებს თავის წესებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეხლა ჩვენ მაგალითად, ოდესაც ვისაუბრებთ ასურეთზე ან სპარსეთზე, ჩვენ ვეძახით მას იმპერიას, თორე ისინი იმ დროს არის ეს ტერმინიც არ იყო, რა. ამიტომ
ისინი იმ დროისთვის ასე არ აღიქმებოდნენ, მაგრამ ჩვენთვის ისინი იმპერიები არიან. ნუ ასურეთი ერთ-ერთი ყველაზე პირველი და ესეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო. გაცრავთ აქ ცოტა ზედმეტი რაღაცები გვაქვს. ხო, აი ეს არის ასურეთის იმპერია. ნებისმიერი სახელმწიფო ამ ძველ პერიოდშიც და ნუ შუა საუკუნეებშიც, რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით არის აგებული. ჯარი და სამხედრო ძალა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ არის სახელმწიფოები, რომლებიც აი არსებობენ მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ძალის გამო და მათი შემოსავლის არსებობის ერთადერთი წყაროც არის ომი, ლაშქრობა და ბრძოლა და იქიდან მიღებული შემოსავალი. აი გაცილებით გვინანდელ პერიოდში, თქვათ, უკვე მე-18-მე-19 საუკუნეებში არსებობდა ესეთი გამოთქმა, რომ ყველა სახელმწიფოს ყავს ჯარი, მაგრამ არის ერთი ჯარი, რომელსაც აქვს სახელმწიფო, ეს არის პრუსია. პრუსიული ჯარი და იმდენად მილიტარისტული სახელმწიფო იყო ეს. აი ამას თუ გადავიტანთ ძველ მსოფლიოზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა სახელმწიფოს ყავდა ჯარი, მაგრამ იყო ერთი ჯარი, ეს იყო ასურეთი, რომელსაც ჰქონდა თავისი სახელმწიფო. ეს იყო სახელმწიფო, რომელიც ნაკლებად შეგვხვდებათ ისტორიაში, თქვათ, რომ ასურელებმა განავითარეს მიწათმოქმედება, განავითარეს ვაჭრობა. არა, ესენი არიან მებრძოლი ხალხი, დამპყრობელი ხალხია და არსებობენ აი ამის შედეგად. ასეთი მილიტარისტული სახელმწიფო ძველ მსოფლიოში სხვა მეორეში არ არსებობდა. აი ჩვენ თუ წარმოვიდგენთ იმდროინდელ სამყაროს, ნუ თქვენ ხედავთ ეგვიპტე, შუამდინარეთი, ბერძნული სამყარო და აი ამ სამყაროს პერიფერიას წარმოვადგენთ ჩვენ. ნუ პრინციპში ეს ის პერიოდია, როცა ადამიანი ყველგან ცხოვრობს და ცივილიზაცია მეტნაკლებად ყველგან არსებობს, მაგრამ აი ცივილიზაციას რასაც ჩვენ ვეძახით, პრინციპში ეს იქნება სად? იქნება ეგვიპტე, შუამდინარეთი და აქედან უფრო შორს ჩინეთი და ინდოეთი. თუმცა ისინი იმდენად განცალკევებითგანა და ცალკე ვითარდებიან, რომ ჩვენთან ამ პერიოდში ნაკლები შეხება აქვს. ჩვენ შეხება გვაქვს აი ამ სამყაროსთან, ეგვიპტე, შუამდინარეთის სამყაროსთან და მის პერიფერიაზე ვიმყოფებით. თუმცა საკმაოდ აქტიური კავშირები გვაქვს. 1112 წელი, ქრისტეს შობამდე 1112 წელი, ეს არის ის თარიღი, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი წინაპრები უკვე ისტორიის ფურცლებზე ფიქსირდებიან. რატო ვამბობ ამას, რომ ნუ მანამდე თქვათ არის იქ საუბარი, რომ შესაძლოა არგონავტების ლაშქრობა უფრო ადრინდელია, კიდევ ვიღაც, მაგრამ აი პირველი რეალური მოხსენება, რომელშიც უკვე ეჭვი არ შეგვაქვს და თარიღიც გვაქვს, ეს არის 1112 წელი. ეს არის ასურეთის მეფე ტიგლათ-ფილასარი და მისი წარწერა, როდესაც ის წერს, რომ მან დაამარცხა მუშქების 5 ტომი და მუშქების 5 მეფე ტყვედ ჩაიგდო. ვინ არიან მუშქები? მუშქები ეს არის ერთ-ერთი ქართული ტომი. მუშქები, კორაქსები, მოსინიკები, ხალიბები, კოლხები, ზიდრიტები, დაახლოებით 15-მდე 20 ტომია, რომელიც მოსახლეობს დღევანდელი საქართველოსა და კიდევ უფრო სამხრეთით ამ ტერიტორიებს. და ერთ-ერთი მათ შორის ყველაზე ძლიერი და ისეთი სერიოზული არიან მუშქები, იგივე მესხები და აი როგორც ვარაუდობენ ჩვენ, მუშქები უფრო სამხრეთით წავიდნენ, ვიდრე მათი განსახლების ადგილი იყო, გაცდნენ ჭოროხის ხეობას და სადღაც ევფრატის სათავებამდე მიაღწიეს. ანუ იქ, სადაც ჩრდილოეთიდან მოდის ასურეთის იმპერია და აი აქ ხდება ჩვენი პირველი კონტაქტი. 5 მეფე. ნუ ვინ არის 5 მეფე? ალბათ ტომის ველათი. ალბათ ტომის ველათი. ესე ვთვლით ჩვენ. მაგრამ ვიმეორებ, ეს არის ესეთი პირველი ჩვენი მოხსენება და ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა დავამარცხეთ. ბუნებრივია, ასურეთის იმპერია ჩვენ კი არა ეგვიპტეს ამარცხებდა და უფრო გაცილებით დიდ სახელმწიფოებს. ამის მერე რაღაცა პერიოდი ინფორმაცია ჩვენ შესახებ არ არის, იმიტომ რომ ასურეთი სუსტდება. კიდევ ერთხელ ვნახოთ ეს უკვე ჩვენ საკმაოდ ჩრდილოეთით ვართ და აქ სხვა არავინ არ აღწევს. ჩვენ ხელახლა ვჩნდებით სადღაც მე-8 საუკუნეებში ქრისტეს შობამდე, როდესაც ჩვენ სამხრეთით იქნება მეორე ძალიან ძლიერი სახელმწიფო, ეს არის ურარტუ. ეს არის ურარტუს ტერიტორია,
ვანის ტბის ირგვლივ შეიქმნა, მისი დედაქალაქი ტუშპა მდებარეობდა ვანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე და თქვენ ხედავთ მისი გაძლიერების ეტაპებს. აი ეს წითელი საზღვარი, ეს არის მისი ყველაზე ძლიერების ხანა და აი სამხრეთ საქართველოს ტერიტორია, ეს არის ჭოროხის ხეობა თითქმის მთლიანად და მდინარე მტკვრის სათავეები მთლიანად ექცევა უკვე მისი ინტერესის სფეროში. და ჩვენ ვჩნდებით უკვე ურარტუს მეფეების წარწერებში. ეს არის მენუა, არგიშთი, რუსა, რით არის მნიშვნელოვანი ახლა ეს წარწერები? რა ინფორმაციას გვაძლევს? ну გარდა მოხსენებული არიან მმართველები, იმდროინდელი დიაოხის მმართველები, თქვათ უტუპურსი, სიენი, ასია და ვარკვევთ რას აკეთებენ ჩვენი წინაპრები. განვითარებული არის მესაქონლეობა, განვითარებული არის ლითონის მოპოვება, იმიტომ რომ ვერცხლი და სპილენძი არის, რომელსაც ჩვენ ხარკად გვადებენ და განვითარებული არის მიწათმოქმედება. ეხლა საინტერესოა ერთი ესეთი წარწერა, ეს არის მერვე საუკუნის 50-იანი წლები ქრისტეშობამდე, მეფე არგიშთის წარწერა, როდესაც ის წერს, რომ მან აიღო სამეფო ქალაქი ილდამუსა და შეიპყრო მეფის ნაცვლები. რა თქმა უნდა, მეფის ნაცვალი არ წერია, იქ წერია ესეთი ტერმინი ლუირდი, რომელიც ითარგმნება როგორც მეფის ნაცვალი. და აი ხდება კითხვა, რას ნიშნავს სამეფო ქალაქი და ვინ არიან ეს მეფის ნაცვლები. ანუ ჩვენ ვართ უკვე სახელმწიფო, გვაქვს რაღაცა სტრუქტურა, თუ თქვათ, როგორც ის ხუთი მეფე იყო მუშქების, რაღაც ამდაგვარი გაერთიანების ამდაგوار გაერთიანებასთან აქვს ურარტუს საქმე. როგორ გითხრათ, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. არის ვარაუდი, რომ ეს უკვე არის ჩამოყალიბებული სახელმწიფო. მეფე, სამეფო ქალაქი, მეფის ნაცვლები, მეფის ნაცვალი ას ნიშნავს? მეფის ნაცვალი ნიშნავს, რომ ის პროვინციებში არიან ესენი და ადგილობრივად მართავენ. ანუ რაღაცა სტრუქტურა უკვე არსებობს. არის განსხვავებული მოსაზრებაც. ერთი მინუსი ისაა, რომ ეს მეფის ნაცვალი ყველა ერთ ქალაქშია. როდესაც ილდამუსას აიღებს, სამეფო ქალაქს აიღებენ, მეფეს ვერ შეიპყრობენ, მაგრამ მეფის ნაცვლებს შეიპყრობენ. ჩნდება კითხვა, ან ეს ყველა მეფის ნაცვალი რატო არის ერთად, ან სად არის მეფე? ну ახსნა არის, რომ შესაძლოა რაღაც მონიზება არის, რაღაცა რელიგიური დღესასწაულია, ყველანი ერთად შეიკრიბნენ და თქვათ, მტრის შემოსევის შემთხვევაში მეფე უფრო შიდა რაიონებში გაიხიზნა და ესენი დატოვა ქალაქის დასაცავად. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ცხადია, რომ ეს არ არის ტომთა რაღაცა ჩვეულებრივი გაერთიანება. ეს არის უკვე სახელმწიფოებრიობის მქონე რაღაცა სტრუქტურა. ანუ ჩამოყალიბებულია უკვე ეს სახელმწიფო მმართველობა, ფუნქციები და ყველაფერი უკვე არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ურარტუ საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა. აი თუ დაინახავთ, ურარტუ იქნება ჩვენსა და ასურეთს შორის, ამრუკაზე კი ასურეთის შემადგენლობაში შედის ურარტუ, მაგრამ ურარტუ დამოუკიდებელია. და აქედან გამომდინარე, ასურეთს უკეტავს ურთიერთობას ჩვენს წინაპრებთან, ჩვენს ამ ტომთა გაერთიანებებთან. ამიტომ ჩვენ ასურულ წარწერებში აღარ მოვიხსენიებით, მაგრამ აი ამ დიაოხის და კოლხას მოხსენება ურარტულ წარწერებში საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეხლა აქ არის კიდე ერთი რამ, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა კიდე ერთ ძალიან მნიშვნელოვან სამყაროსთან. ეს არ არის იმპერია, მაგრამ თავისი გავლენით ძალიან მნიშვნელოვანი სამყარო არის. ეს არის სამყარო, რომელიც ჩვენ რუკაზე აი ვარდისფრად თუ იასამნისფრად არის აღნიშნული და ეს არის ბერძნული სამყაროა რა. ბერძნებმა ერთიანი სახელმწიფო არასდროს არ შეუქმნიათ მათ, ну თუ მე ალექსანდრე მაკედონელს არ ჩავთვლით. მაგრამ შექმნეს ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე, ბერძნული ცივილიზაციის სივრცე, რომელშიც ჩვენც აღმოჩნდით. აი აქ მივადგეთ ახლა ჩვენ ერთ ძალიან საინტერესო ამბავს. ეს არის თქვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი მითი არგონავტების შესახებ. მე რა თქმა უნდა მითზე არ ვისაუბრებ, ახლა ეს ყველასთვის ცნობილია, უბრალოდ აქ დგება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რა ნახეს ბერძნებმა აქ რომ მოვიდნენ და როდის ნახეს? ბერძნებს ესეთი პრინციპი ჰქონდათ, რომ არაფრიდან არაფერი არ იქმნება, ანუ მითი ვერ შეიქმნებოდა სიცარიელეში. შეიქმნა იქიდან გამომდინარე, რომ აქ რეალურად რაღაცა მათ დახვდათ. და დახვდათ საკმაოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურა,
რომელმაც მათზე გავლენა მოახდინა. როდის მოვიდნენ? აი ეს ძალიან საინტერესო. ეხლა შავი ზღვის კოლონიზაციას ბერძნები იწყებენ სადღაც ქრისტეს შობამდე მე-7-მე-6 საუკუნეებში. და აქედან ჩდება ბერძნული კოლონიები შავი ზღვის როგორც ჩრდილოეთ, ასევე აღმოსავლეთ სანაპიროზე, ეს ჩვენთვის კარგად ცნობილი, აი როგორიც აღნიშნული ეს ფაზისი და დიოსკურია. მაგრამ აქ არის ახლა ერთი საინტერესო რამ, თუ არგონავტების მითს გავიხსენებთ და არგონავტების მითის მოქმედ პირებს გავიხსენებთ, ჩვენ ადვილად ნახავთ, რომ ეს არის ტროას ომის წინარეთაობა. იმიტომ რომ თუ ბერძნული მითების აი ამ ქრონოლოგიას გავყვებით, ტროას ომი იწყება სწორედ არგონავტების ლაშქრობის შემდგომ. ტროას ომი როდის იყო, ახლა ეს მეტნაკლებად დღეს ადგენილია, სადღაც მე-12-მე-11 საუკუნეების საზღვარი არის ქრისტეს შობამდე. ანუ გამოდის, რომ ბერძნების პირველი ექსპედიცია აქ იყო სადღაც ქრისტეს შობამდე მე-12 საუკუნეში. რამდენად შეეძლოთ მათ ეს? აი აქ დგება ეს კითხვა. იმდროინდელი მათი საზღვაო ტექნიკით, გემებით, ზღვაოსნობის იმდროინდელი ცოდნით, რომელიც მათ ჰქონდათ, აქ ერთი პრობლემა არის, დინება შავი ზღვიდან მიემართება ხმელთაშუა ზღვისკენ, ამიტომ ბოსფორს და დარდანელში შემოსვლა ესე მარტივი არ იყო. იყო ფაზრი. ნაწილი თulis რომ კი ბატონო, ეს ესე ძველი არის, ეს მეორე ნაწილი თulis რომ არა, ეს სადღაც აგერ მე-7-მე-6 საუკუნეებში მოხდა. სიმართლე გითხრათ, მე ვფიქრობ, ხო, თან რა არის, ძალიან ეპიზოდური შემოსვლა გამოდის, ანუ შემოვიდნენ, მოვიდნენ, რაღაცა ნახეს და მერე სადღაც 400-500 წელს საერთოდ აღარ შემოდიოდნენ რა. ერთი მინუსი გვაქვს კიდე ჩვენ. აიეტის ქალაქი ვერ ვიპოვეთ. აი ეს ქალაქი, სადაც აიეტი ცხოვრობდა, ჩვენ კი ვამბობთ აიაკუტაია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვარასწორებთ. ეს ასე ვთქვათ, კიდე ერთი მინუსია. მაგრამ მე პირადად ვთვლი, რომ ხო, ეს ეპიზოდური შემოსვლა იყო, რაც შეეხება ტექნიკურად რამდენად შეეძლოთ მათ ამის გაკეთება. აქ არის ერთი საინტერესო ამბავი, რაც მოხდა 1984 წელს. ეს არის ცნობილი ირლანდიელი მოგზაურის და მეცნიერის ტიმ სევერინის მიერ მოწყობილი ექსპედიცია. როდესაც მან ააგო ისეთივე გემი, როგორც იყო პრინციპში არგო. 1984 წელსაც ტექნიკა უკვე საკმაოდ განვითარებული იყო, მათ შორის ზღვაოსნობის, მაგრამ მას არაფერი არ გამოუყენებია. ერთადერთი ნიჩბები, ფიზიკური ძალა და იალქანი. და ფაქტობრივად გაიარა ის მარშრუტი, რომლითაც მოდიოდნენ არგონავტები და მოაღწია ფოთამდე. ანუ დაადასტურა, პრინციპში იგივე გააკეთა, რასაც ურჰეერდალი აკეთებდა, ხო, თავის დროზე, როდესაც ამ თავისი კონტიკით და რათი იმოგზაურა და ამტკიცებდა თავის თეორიებს, იგივე გააკეთა ტიმ სევერინმა, როდესაც პრინციპში დაადასტურა, რომ იმდროინდელი გემები და იმდროინდელი ცოდნით ზღვაოსნობისა ამის გაკეთება ყველაფერი აუცილებლად შესაძლებელი იყო. ამიტომ ვიმეორებ მე ვთვლი, რომ ეს ნამდვილად ესე იყო. თუმცა ვიმეორებ სადავოა. ამიტომ გითხარით მე, რომ ასურეთის მეფის ტიგრათ-პილესერ პირველის დაწერა 1012 წელი ქრისტეს შობამდე ეს უკვე უენჭველია. ამას ვერავინ ვერ შეეთავება, ეს წყალი არ გაუვა ამას, რომ ნამდვილად აი ასე დიდი ხნის წინ ჩვენი წინაპრები უკვე არსებობდნენ. აქ ერთ რაღაცასაც ვიტყვი, იცით? აი თუნდაც 1012 წლიდან დღემდე რო ავიღოთ, ხო 3000 წელზე მეტი გამოდის რა. აი ამ 3000 წლის მანძილზე ჩვენ მუდმივად გვიწევს ომი, ბრძოლა და გვიწევს ურთიერთობა აი ამ დიდ სახელმწიფოებთან, დიდ ცივილიზაციებთან. ეს გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, ჩვენზეც და გავლენას ახდენს ხასიათის ჩამოყალიბებასაც. ერთხელ თქვა მე რა მამარდაშვილმა თავის ლექციაზე ზეპირად და მე არ ვიცი მე მან ეს დაწერა თუ არა ეხლა, იმიტომ რომ მე ასე ყველაფერი რაღაც ამიგითხავს. მან თქვა ეს საინტერესო რამე, რომ აი ამ მუდმივმა ურთიერთობამ დიდ სახელმწიფოებთან, მტრებთან გამოიწვია ქართული ხასიათის ჩამოყალიბება, რომ ქართველები გავხდით ცოტა ამაყები, ამპარტავნები, ესეთი ცოტა ზედმეტი თავმოყარეობაც გვაქვს, იმიტომ რომ მტერს რო დახვდეთ და მუდმივად ებრძოლე, ესეთი უნდა იყო. ხო, მუდმივად ეხლა თუ მშვიდობის ყოფილი ხარ, ყველაფერზე თავს ხრი, ყველაფრის არჩევ რო იცით რა, არ ვიომოთ, მაშინ ყველა დაგიმგრობს. ანუ ჩვენ ცოტა ისეთი უნდა იყო.
კონდეს რაღაცა, ბრძოლის უნარიანობა უნდა გქონდეს, წინააღმდეგობის უნარიანობა უნდა გქონდეს და ეს ჩამოგვიყალიბდა, იმიტომ რომ მუდმივად ასეთ არეალში ვარსებობთ ჩვენ. და ეს კარგია, მაგრამ ის რაც ჯოხს ყოველთვის ორი ბოლო აქვს, ის რაც კარგია მტერთან ურთიერთობაში, ცუდი აღმოჩნდა შიდა ურთიერთობაში. ანუ ხვდებით რასაც გულისხმობ. უკვე ერთმანეთში დალაპარაკება გახდა პრობლემა, იმიტომ რომ ყველა ესეთები ვართ, ყველა ამაკები ვართ, ყველა ბრძოლის უნარიანები ვართ და აი ეს ძალიან საინტერესო დასკვნა მქონდა და მე მეცოდა ფიქრი ხო ესეა ნამდვილად აი ამ ჩვენმა მუდმივმა ურთიერთობამ ამ დიდ სახელმწიფოებთან და მუდმივმა ბრძოლამ არსებობისათვის, პრინციპში საკუთარ სახელმწიფოს დაცვისათვის ჩვენზე ეს გავლენა მოახდინა. ნუ რა თქმა უნდა, ხა ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენზე გაცილებით წინ წასული ცივილიზაცია და უამრავი რამ ვისწავლეთ და უამრავი რამ იქიდან გადმოვიღეთ. კიდე ერთი რამეა ძალიან საინტერესო ამ მითში. აიეთი ჰელიოს შთამომავლია. ხო, ანუ მანდამაინც ბარბაროსად არ მიიჩნევენ. ანუ რაღაცა დონე გქონდა ჩვენ და მანდამაინც ეს დიდი ბარბაროსები არ ვიყავით. როდესაც ჩვენ ნახეთ ეს საქართველოს რუკა რა, მე მაშინაც გითხარით, რომ პრინციპში ჩვენთვის პრობლემა არის სამხრეთი, იმიტომ რომ სამი მხრიდან მეტნაკლებად დაცული ვართ. აი ამ სამხრეთში მუდმივად არის ეს დიდი სახელმწიფოები და პრინციპში რაც გალაქტიონმა თქვა ორზღვაშუა საომარი იყო ლელო, ნამდვილად აი ამ საბრძოლო არეალად ბრძოლის ველად ვართ. აი ეს პრინციპი სამხრეთი დიდი სახელმწიფოები თითქმის ყოველთვის ნარჩუნდება. თქვათ პონტო და სპარსეთი, რომი და პართია, რომი და სპარსეთი, ბიზანტია და სპარსეთი, ბიზანტია სელჩუკები, თქვათ მერე ოსმალეთი და ირანი. ანუ ეს მუდმივად არის და ჩვენ ვართ ამ ბრძოლის ასპარეზზე და ჩდება მთავარი კითხვა, იმერა რა უნდათ? რას მოისწრაფიან ამ ჩვენ ტერიტორიაზე? რა არის ახლა ესეთი მნიშვნელოვანი, რომ ეს დიდი სახელმწიფოები ინტერესდებიან ჩვენით? გზა. სავაჭრო გზა. ახლა აბრეშუმის დიდი გზა, თავარი მარშრუტი არ გადიოდა კავკასიაზე, მაგრამ მას რამოდენიმე მარშრუტ განშტოება ჰქონდა ამ დიდი აბრეშუმის გზას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამდვილად გადიოდა კავკასიაზე. კასპიის ზღვიდან მტკვარი, მტკვრიდან ლიხის ქედი, მდინარე ფაზისი, ანუ რიონი, რომელიც მაშინ ნაოსნობისთვის სრულად გამოსადეგი იყო, ქალაქი ფაზისი და მერე ევროპული სამყარო. ეს გზა მოქმედებს, ნამდვილად მოქმედებს და ეს გზა ჭირდება. რატო არის ესე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების კონტროლი? იმიტომ არის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების კონტროლი, რომ პირველ რიგში ეს არის შემოსავალი. ერთ-ერთი უნიშნულოვანესი სახელმწიფოსათვის ეს არის შემოსავალი, იმიტომ რომ ყველა ვაჭარი იხდის ბაშს. მეორე ეს არის გავლენა. ეს არის გავლენა, პოლიტიკური გავლენა, იმიტომ რომ მე რო ამ გზას ვაკონტროლებ, მე ვისაც მინდა იმას გავუშვებ, ვისაც მინდა ბევრს გადავახტევნებ, ვისაც მინდა ცოტას გადავახტევნებ, ანუ მე ვაკონტროლებ და მამტო ამ გზას კი არ ვაკონტროლებ, ამ გზის დასაწყისაც და ბოლოსაც ვაკონტროლებ, იმიტომ რომ მე თუ ეს გზა ჩავკეტე, ამათ შორის კავშირი იკარგება. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანი არის ეს სავაჭრო გზები. მე ხშირად ვადარებ ხოლმე დღევანდელ ნავთობსადენებს და გაზსადენებს. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ხა დღესაც მათი კონტროლი. აი ეს გზა ინტერესებთ მათ. როდის მოქმედებს ეს გზა? ეხლა ასურელებს ეს გზა ნაკლებად აინტერესებდა ურარტუელებს, ისინი უბრალოდ მოქმედებენ იმ პრინციპიდან, რომ ძლიერები ვარ და გვინდა ამ ტერიტორიას დაკავება, მაგრამ ჩვენ გვაქვს მინიმუმ ქრისტეს შობამდე მე-4 საუკუნეში ეს გზა უკვე აინტერესებდა. ვის აინტერესებს? აინტერესებს სელევკიდების სამეფოს დამაარსებელს, სელევკოს პირველს. ეხლა აქ საინტერესო ერთი რამეა, სანამ სელევკოსამდე მივართ, უნდა შევეხოთ ერთ ძალიან ცნობილ ამბავს და ძალიან ცნობილ პიროვნებას. ხო, ნუ მანამდე ჩვენ სპარსეთის სახელმწიფო განვიხილოთ. ეს უზარმაზარი იმპერია, რომელიც შეიქმნა ალბათ რომის იმპერიის შექმნამდე ძველ მსოფლიოში ამხელა სახელმწიფო არსებობდა. ნუ თქვენ თვითონაც ხედავთ, რუკაზე მოიცავს მთელს იმ დროინდელ ძველ აღმოსავლეთს, ხო, ინდოეთიდან დაწყებული, მცირე აზიამდე მოყოლებული, კიროს დიდის მიერ შექმნილი და დარიოს პირველის მიერ რეფორმირებული და გაძლიერებული ეს სახელმწიფო. დარიოსის ეს ცნობილი ადმინისტრაციული რეფორმა, რომელსაც მან სამეფო დაყო
სატრაპიებად და აი ცნობილი მე-19 სატრაპია, აი ცხეთა და მე-19 სატრაპია, რომელშიც შედიან ქართული ტომები, სამხრეთ საქართველოს ტომები, დასავლეთ საქართველოს კოლხეთი დარჩა დამოუკიდებელი, თუმცა კოლხეთი ამ დამოუკიდებლობისათვის იხდის გადასახადს, ეს არის 5 წელიწადში ერთხელ 100 ლოგო და 100 ბიჭი. ეხლა ეს 100 ლოგო და 100 ბიჭი კოლხები არიან თუ კოლხების მიერ დამორჩილებული ხალხიდან და ტყვეები არიან წამოყვანილი, ეს არ ვიცით. სავარაუდოდ არ არიან კოლხები, ხა მანდა მაინც თავისიანებს არ გაწირავდნენ, ეხლა მათაც ყავთ დამორჩილებული ტომები და ალბათ იქიდან არის ეს 100 ქალი და 100 ბიჭი. ეხლა აქ დგება ძალიან საინტერესო საკითხი. სპარსეთმა კოლხეთი არ დაიპყრო, იმიტომ რომ აქ შეხვდა დიდი წინააღმდეგობა, თუ არ დაიპყრო, იმიტომ რომ უბრალოდ არ ჯერდებოდა. არის ხოლმე ესეთი რაღაცები. ეხლა ცოტა უფრო აქეთ რო გადმოვიდეთ, თქვა მე-17-18 საუკუნეებში მოვიდეთ, დასავლეთ საქართველოს და ოსმალეთი. ოსმალეთმა დაიპყრო 1/13 საქართველოს, მესხეთი დაიპყრო და თავის ვილაიეთად აქცია და დასავლეთ საქართველოში ამას არ ცდილობს თუ ვერ ცდილობს. ეს ძალიან საინტერესო არის, ეს მოსაზრება რომ არ ცდილობს. და მარტივი ახსნა აქვს, რატო არ ცდილობს. იმიტომ რომ თუ ოსმალეთი დაიკავებს დასავლეთ საქართველოს და მას აქცევს თავის ვილაიეთად, მაშინ მან უნდა შეთქვიტოს ტყვეთას ყიდვა. ტყვეთას ყიდვა საკუთარი ვილაიეთიდან ხალხს მორ გაკეთდეს და ტყვეთას ყიდვა ძალიან მომგებიანია. და არის ესეთი თვალსაზრისი, რომელსაც პრინციპში მეც ვეთანხმები, რომ არ ჭირდება და არ იპყრობს. და აქაც შეიძლება ესეთი ვითარებაა. ყოველ შემთხვევაში აზრი იყოფა, ნაწილი თulis რომ ესა, მეორე ნაწილი თulis რომ არა, კოლხებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და სპარსეთს უბრალოდ აღარ უღირდა ამის გაკეთება. ჩვენ და იწყება, რა თქმა უნდა, ეს არის ეპოქა, როდესაც ერთმანეთს ორი დიდი სამყარო უპირისპირდება. ესაა ბერძნული სამყარო და ეს არის აქემენიანთა სპარსეთის სამყარო. ეხლა ბერძნებისთვის აქემენიანები ხო ალბათ ბარბაროსები იყვნენ თან ამ თავისი წვერებით რა, მაგრამ აქემენიანებმა თავის უზარმაზარი კულტურა შექმნეს. აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროა, აბსოლუტურად სხვადასხვა ღირებულებები აქვს. ეხლა აქემენიანთა სახელმწიფოში სოკრატე ვერასდროს ვერ გიარსებებდა. გამორიცხულია, ხო? როდესაც აი ცნობილი თერმოპილეს ბრძოლა რომ უნდა გაიმართოს და ქსერქსე ვერ ხვდება როგორ შეიძლება მცირერიცხოვანმა ბერძნებმა მის უზარმაზარ არმიას გაუწიონ წინააღმდეგობა, არმია რომელშიც სხვადასხვის ჩვენი წინაპრებიც იბრძვიან. აი მე-19 სატრაპიიდან გაყვანილი მეომრები არიან უზარმაზარ არმიაში, ხო? ეს ისეთი კონგლომერატია ერებისა, რაც სპარსეთმა შექმნა და მათ შორის ჩვენ ვიბრძვით, ასე ვთქვათ, მონაწილეობთ ჩვენც აი ამ ბრძოლაში და მეც გეუბნებოდით, რომ ქსერქსე ვერ იგებს, როგორ შეიძლება ამ მცირერიცხოვანმა ბერძნებმა მის არმიას გაუწიონ წინააღმდეგობა და მის მხარეს ყოფი ბერძნები, ეს სპარტადან გაქცეული ბერძნები არიან, მას ეუბნებიან, რომ იმიტომ რომ შენ არ იცი რა არის თავისუფლება. შენ არ იცი რა არის თავისუფლება და რამდენად მნიშვნელოვანია ბერძნებისთვის თავისუფლება და შენ ვერ ხვდები ისინი ამისთვის როგორ იბრძოლებენ. ხო, ქსერქსემაც არ იცოდა რა იყო თავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ შახია, იმიტომ მან იცის რა არის მონური მორჩილება, მაგრამ არ იცის რა არის თავისუფლება. ხო, რატო შევცედით ახლა ჩვენ ამ სპარსეთის იმპერიაზე, იმიტომ რომ მუდმივი არაფერი არ არის და მათ შორის სპარსეთის იმპერიაც დაეცა და დასცა ის ალექსანდრე მაკედონელმა. აი აქ გვაქვს ერთი პარადოქსული შემთხვევა. ალექსანდრე ალბათ არის ერთ-ერთი იმ იშვიათ დამპყრობელთაგანი და მისი იმპერია ერთ-ერთი იმ იშვიათ იმპერიათაგანი, რომელიც არ დაინტერესდა სამხრეთ კავკასიით. უბრალოდ არ დაინტერესდა. საქართველოში არ ულაშქრია, საერთოდ სამხრეთ კავკასიაში არ ულაშქრია, გაცილებით სამხრეთით გაიარა და ახლა გვახსენდება ქართლის ცხოვრება, სადაც წერია, რომ ალექსანდრე იყო საქართველოში. იყო, მოვიდა, ქართველები დაგვამარცხა, აზო დანიშნა და წავიდა. და ჩდება მარტივი კითხვა კი, მაგრამ ამ კაცს არ ულაშქრია. და რატო გაჩნდა, საიდან გაჩნდა ქართლის ცხოვრებაში ეს ჩანაწერი? პარადოქსია, რატო გეუბნებით, იცი, კაცს არ ულაშქრია და ვამბობთ, რომ ილაშქრა. და არა მარტო ვამბობთ, რომ ილაშქრა, არამედ გვიამაყება კიდეც, რომ აქ ილაშქრა. ამას აქვს ერთი ესტიმატი ახსნა. ალექსანდრე იმდენად დიდი პიროვნება იყო, იმდენად დიდი რაღაცა გააკეთა, ის კი დამპყრობელია და ყველას იპყრობს, მაგრამ ამავე დროს ის ამ უბრალო დამპყრობაზე მაღლა დგას. სპარსელები რომ იპყრობენ, იმიტომ რომ ხარკი აიღონ და ვთქვათ ჯარში გაგიწვიონ და ალექსანდრე იპყრობს, ის ქმნის ახალ სივრცეს. ალექსანდრე არის პირველი გლობალისტი. აი ეს მისი ცნობილი ამბავით თავის მეომრები რომ სპარსელ ქალებზე დააქორწინა
და დედაქალაქიც ბაბილონში გადაიტანა. ეს ნიშნავს, რომ ის აღარ განიხილავს არქმენიანებს როგორც მოწინააღმდეგეს, სპარსულ სამყაროს როგორც მოწინააღმდეგეს. ის ქმნის ერთიან სივრცეს, ერთიან გლობალურ სივრცეს და იმდენად დიდი პიროვნებაა, რომ შემდგომში ყველა ცდილობს დაუკავშირდეს ალექსანდრეს. და აი უამრავი ალექსანდრიანა იქნება, უამრავი ისტორიული თხზულებები, ლეგენდები მასზე და ყველა ცდილობს რაღაცნაირად აი ამ დიდ კაცს დაუკავშირდეს და აი არის ახსნა, რომ აქედან გაჩნდა ქართლის ცხოვრებაში ეს ჩანაწერი, რომ ალექსანდრემ აქ ილაშქრა. ანუ ჩვენს წინაპრებს სურდათ თავისი თავი დაეკავშირებინათ მსოფლიო ისტორიაში მიმდინარე აი ამ უზარმაზარ მოვლენასთან, რასაც ერქვა ალექსანდრე მაკედონელი. ალექსანდრე ვიმეორებ ჩვენით არ დაინტერესდა, მაგრამ აი ალექსანდრეს სახელმწიფო რო დაიშალა და დიადოქოსების ბრძოლა დაიწყო და სელევკოსმა შექმნა ეს დიდი სელევკიდების სამეფო, აი სელევკოსია პირველი, ვინც ინტერესდება რეალურად რაც ვიცით, ინტერესდება აი ამ ტრანსკავკასიური სავაჭრო გზით. ჩვენ ვიცით პიროვნებაც კიდე, მისი ერთ-ერთი სადალი პატროკლე, რომელსაც ის საგანგებოდ აგზავნის კასპიისპირეთში, იმისათვის რომ პატროკლემ დაზვეროს ეს გზა არის მოქმედებს თუ არ მოქმედებს და რამდენად შეიძლება მოქმედებდეს. ანუ აი უკვე იმ დროს მინიმუმ ქრისტესშობილ მე-4 საუკუნეში სამხრეთ კავკასია უკვე ექცევა არა მარტო იმიტომ დიდი სახელმწიფოების ინტერესებში, რომ მას უბრალოდ მის ტერიტორიის დაკავება უნდათ. არა, უბრალოდ იმიტომ, რომ აქ უკვე გადის სტრატეგიული გზა და მისი ფლობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. და იწყება დაპირისპირება ორ დიდ სახელმწიფოს შორის, ეს არის პონტოს სამეფო და ეს არიან სელევკიდები. და ეს ძალიან კარგად არის ქართლის ცხოვრებაში აღწერილი. ოდესაც ფარნავაზი აჯანყდება და აზოს დაამარცხებს. ის უკავშირდება ანტიოქოსს, ესე წერია ქართლის ცხოვრებაში. ეს ეხლა ჩვენ ფარნავაზის მოღვაწეობის ზუსტი ქრონოლოგია არ ვიცით, რომ გეხსენებათ. ნუ მეტნაკლებად ითვლება, რომ თქვა სადღაც ქრისტესშობამდე 284 წელს გამეფდა, მაგრამ ეს პირობითია. საერთოდ იმასაც გეტყვით, რომ ერთი პერიოდი საერთოდ ითვლებოდა, რომ ფარნავაზი არ არსებობდა. თქვენ რომ ნახოთ ივანე ჯავახიშვილის ქართველი ეს ისტორია, ის იწყებს პირველი საუკუნიდან პონტოსის ლაშქრობით. იმიტომ რომ თვლიდა ბატონ ივანე, რომ ეს ყველაფერი მოგონილია, ზღაპრულია. ახლა ბატონ ივანე გარდაიცვალა 1940 წელს, არქეოლოგიური გათხრები კი იყო დაწყებული მცხეთაში და არმიაში, მაგრამ არ იყო ამ მასშტაბების. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი დადასტურდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ის ქალაქების არსებობაც, ის უფლისწინს ყველაფერი. თუმცა რჩებოდა ერთი მომენტი, რომ ამ ფარნავაზზე მარტო ქართლის ცხოვრება და ნუ თქვათ მოქცევა მოკლედ მოგვითხრობს. სხვაგან არსად ეს ფარნავაზი არ წერია და იყო, არ იყო, თან რა არის იცით კაცი, რომელმაც შექმნა სამეფო, გაატარა ადმინისტრაციული რეფორმა, შემოიღო კერპი, შექმნა ამბანი, როგორ ერთმა კაცმა. ამიტომ იყო ესეთი ვარაუდი, რომ არა, ეს კაცი მოგონილია, ეს ყველაფერი მოხდა სხვადასხვა დროს, უბრალოდ ფარნავაზის დროს ეს მიეწერა ყველაფერი ფარნავაზს და მივიღეთ ერთი ლეგენდარული პიროვნება. თუმცა მე გამოჩნდა ძალიან საინტერესო საწერები, წყაროები. მაგალითად, ფავსტოს ბუზანდი, ესეთი მე-5 საუკუნის ისტორიკოსი, რომელიც წერს, რომ მე-4 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში მეფობენ ფარნავაზიანები, დინასტია. ფარნავაზიანი ნიშნავს ფარნავაზის შთამომავალს. იანი არის ძველი ქართული ფორმა გვარის დაბოლოების და ნიშნავს იგივეს, რასაც ზედაშვილი. სვანურმა შემოინახა ეს იან დაბოლოება, ხო? სვანური გვარები ხო ეს თავდება რა? ხო შორს ვარ წავიდეთ, ადამიანი, ადამის ძე, ადამიანი, იანი, ანუ და აი ეს ფარნავაზიანი სწორედ მიუთითებს იმაზე, რომ ვერ იქნება ფარნავაზიანი თუ არ არის ფარნავაზი. უფრო მეტიც არსებობს ესეთი თქვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი არმაზის ცნობილი ბილინგვა სერაფიტას მოხსენიებით. მე ვარ სერაფიტა, ასული ზევა ხცირე პიტიახშისა, რომელიც გარდაიცვალა 24 წლის თუ არ ვცდები, უაღრესად ლამაზი. ეხლა ეს არამეული ტექსტია და მისი წაკითხვა სხვადასხვანაირად ხდება. გიორგი წერეთელმა წაიკითხა პირველად ისე როგორც მე გითხარით, მაგრამ შემდგომ კოტე წერეთელმა ცოტა სხვანაირად წაიკითხა. სერაფიტას მეუღლე არის იოდმანგანი. აი კოტე წერეთლის საკითხვით წერია იოდმანგანი, რომელიც არის მეფის ეზოს მოწყორი, რომელმაც დაასრულა ის, რაც ვერ დაასრულა ფარნავაზმა. ნუ ფარნავაზი თუ არ იყო იოდმანგანს რა უნდა დაესრულებინა.
ანუ ქართლის ცხოვრების გარდა ჩვენ კიდევ გვაქვს წყაროები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეს მეფე ფარნავაზი არსებობდა და ძალიან საინტერესოა ეს ქართლის ცხოვრების ეს მომენტი, როდესაც ფარნავაზი უგზავნის ამბავს ანტიოქოს და რატო დავიწყე მე რომ ჩვენ ზუსტი ქრონოლოგია არ ვიცით, იმიტომ რომ ეს ანტიოქოსი ან არის ან სელევკოს პირველი, ან მისი ვაჟი ანტიოქოს პირველი. არა აქ ახლა ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა, ფაქტია რომ ფარნავაზი აგზავნის სელევკიდებთან ელჩს და იქიდან იღებს გვირგვინს. არა საინტერესოა, ლეგიტიმაციას იღებს. ეს ძალიან საინტერესო საკითხია. რა შემთხვევაში შეიძლება მართველი მეფედ ჩაითვალოს ის რომ მან მხოლოდ თავისთავად მეფედ გამოაცხადა საკმარისია? არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ლეგიტიმაცია ჭირდება საზღვარგარეთაც, არა? და განსაკუთრებით თორსა ესეთი დიდი სახელმწიფოსაგან სელევკიდებისაგან იღებს ლეგიტიმაციას, იქ წერია რომ გვირგვინი გამოუგზავნა. ეს უკვე მნიშვნელოვანია. ანუ ფარნავაზი ძალიან კარგად ხვდება, რომ აი ამ ვითარებაში, როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა, მას ჭირდება მოკავშირე. და ვინ არის მეორე მხარე? მეორე მხარე არის აზო, რომლის უკანაც სავარაუდოდ დგას პონტოს სამეფო. ანუ მეორე დიადოქოსის მიერ შექმნილი სამეფო და ეს ორი სახელმწიფო უპირისპირდება ერთმანეთს, ორივეს ყავს თავის წარმომადგენელი, ერთს ყავს აზო, მეორეს ყავს ფარნავაზი. ეხლა რაც შეეხება ქართლის ცხოვრების ცნობას, რომ აზო მაკედონელი იყო, ну, ახლა დღეს უკვე ამას არავინ აღარ თვლის რეალურად. აზო ორი ვერსია ან არის უშუალოდ პონტოს სამეფოს წარმომადგენელი და პონტოს არისტოკრატიის წარმომადგენელი, ან მეორე მოსაზრება, რომ აზოც ქართველი არის, ქართული წარმომავლობის არის, სამხრეთ საქართველოსდან არის. აი ჩვენ რომ 19 სატრაპია ვახსენეთ, ის არის სწორედ სამხრეთ საქართველო. ესე წერია ხო ქართლის ცხოვრებაში, რომ აზო წავიდა არიან ქართლში. და იქიდან მოიყვანა თავისი ნათესავები, მამამძუძეები. აი ძალიან დიდხანს არ იცოდნენ ეს არიან ქართლი რა არის, ხო ცოტა რთული გასაშიფრია. რამდენიმე წლის წინ ერთი ფანტასტიკური ნაშრომი წავიკითხე, რომ არიან ქართლი, არიანი ეს არიელები არიან და ინდოეთშია. ну ესეთი უცნაური მოსაზრებები გვხვდება ხოლმე საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით. ჩემი ლექტორი ქალბატონი მარიკა ლოთქიფანიძე იყო, რომელმაც პირველივე ლექციაზე გითხრა ესეთი რამე, რომ ჩვენ იმდენად ძველი და ძლიერი ძველი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია გვაქვს, რომ არაფრის მოგონება არ გჭირდება. ნამდვილად არ გჭირდება, ხო, ძალიან ძველი და ძალიან მდიდარი ისტორია გვაქვს და სრულიად საკმარისია ის, რასაც ჩვენ და ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ და არ გჭირდება ნამდვილად არაფრის მოგონება, იმიტომ რომ რაღაცებს რო იგონებთ, მე ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებით ხოლმე. ამიტომ არიან ქართლი, ეს არის ირანის ქართლი. ირანის ქართლი სწორედ არის 19 სატრაპია, აზო იქიდან არის. ეს არის სასპერების დიდი გაერთიანება, როგორც ჩანს. ჰეროდოტე წერს, რომ ზღვიდან ზღვამდე სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე ცხოვრობს 4 ხალხი. სპარსელები, მიდიელები, სასპერები და კოლხები. ახლა მიდიელები და სპარსელები გასაგებია, ხო? კოლხებიც და აი სასპერებიც დასახელებული არიან მათ შორის და სავარაუდოდ მათი წარმომადგენელი არის აზო. ანუ აზო ფარნავაზის დაპირისპირება ეს არის ორი ქართული პოლიტიკური ერთეულის დაპირისპირება, რომელთან უკან დგას ორი დიდი სახელმწიფო. ერთის უკან ქვია პონტო, მეორეს უკან სელევკიდები. კიდე ერთი რაც ადასტურებს, რომ აზო სამხრეთ საქართველოსდან არის. ქართლის ცხოვრების მიხედვით ფარნავაზმა საქართველოს ტერიტორია დაიკავა ბრძოლის გარეშე. ერთადერთი პროვინცია, სადაც მას მოუწია ბრძოლა, არის კლარჯეთი. რატო კლარჯეთი? იმიტომ რომ იქიდან არის. აზო სამხრეთ საქართველოსდან არის, კლარჯეთი სამხრეთშია. და იქ მას მომხრეები ყავს და ერთადერთი პროვინცია, სადაც მას ფარნავაზს უწევს ომი და ბრძოლა, ეს არის სწორედ კლარჯეთი. და ერთი საკითხი, ახლა რახან აზო ვახსენე და აი ეს ცნობილი ცნობა, რომ აზომ არიან ქართლიდან ვიღაცები მოიყვანა, ეს საკითხი უკავშირდება ისეთ ურთულეს და უმძიმეს საკითხს, როგორიც არის ჩვენ წარმომავლობა. ვინ ვართ, საიდან გავჩნდით, როგორ გავჩნდით და როგორ აღმოჩნდით აქ. აქ რა, ეხლა ეს არის საკითხი, რომელიც ყოველთვის ყველას აინტერესებს. და ოდნავ განათლებული საზოგადოება თუ არის, ის ყოველთვის ინტერესდება ამით. და ცხადია, ჩვენი წინაპრებიც ამით ინტერესდებოდნენ. ჩვენ ქართულ წერილობის წყაროებში გვაქვს ორი ვერსია. ну ერთი არის მარტივი ვერსია, ბიბლიური ვერსია, რომელიც არაფერი ამაში გასაკვირი არ არის.
ნოეს სამი შვილი, იაფეთის შვილი თარგამოსი და თარგამოსის 8 შვილი ჰაოს ქართლოს ბარდოსი და ქართლოსის ვაჟები, ანუ ქართლოსი არის მამთავარი. ეს არის ბიბლიური სქემა, რომელიც ლეონტი მროველთან წერია. ლეონტი მროველი არის მე-11 საუკუნე. სავარაუდოდ რაღაც წყაროებს იყენებს. სრულიად უნებრივია, რომ ბიბლიური სქემა არის, ხო? ახლა სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს შუა საუკუნეებში. თუმცა აქ ჩნდება კიდევ ერთი მომენტი. მე-11 საუკუნეა. საქართველოს კი ჯერ სელჩუკებს ებრძვის, მაგრამ პრინციპში უკვე ჩანს პერსპექტივა, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე ძლიერი იქნება. ამიტომ დღის წესრიგში დგება არა მარტო საქართველოს გაერთიანების საკითხი, არამედ რეგიონის, ანუ სამხრეთ კავკასიის გაერთიანების საკითხი და სამხრეთ კავკასიის გაერთიანება, როგორც ჩანს, მარტო ძალა არა, იდეაც არის საჭირო, იდეოლოგიური შემზადებაა საჭირო. არის ესეთი მოსაზრება, რომ იდეოლოგიური შემზადებისათვის აკეთებს ამას ლეონტი მროველი. ჩვენ კავკასიელები ყველანი ერთი წარმომავლობის ხალხი ვართ, ამიტომ რადგან ერთი წარმომავლობის ხალხი ვართ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ეს ძალიან საინტერესო მოსაზრებაა. სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, ლეონტი სასულიერო პირია, რუისის ეპისკოპოსია და სრულიად უნებრივია, რომ ამ თეორიას იზიარებს და ის მეორე მომენტი, თქვათ, იდეოლოგიური შემზადება არც ამას არ გამოვრიცხავ. ეს ერთი სქემა და მეორე სქემა, რომელიც არის მოქცევა ქართლის საიში, რაზეც მე გესაუბრეთ, როდესაც ეს წერია, რომ აზო წავიდა, ხოლო აზო წავიდა არიან ქართლად, მამისა თვისისა და წარმოიყვანა 8 სახლი და 10 მამამძუწენი და აი ესე ვთქვათ, მეორე მოსაზრება არის ეს, რომ მოსახლეობის ნაწილი მოვიდა სამხრეთ კავკასიის, უფრო სამხრეთიდან, ვიდრე დღეს ჩვენ ცხოვრობთ. აი ეს ქართველური ტომების მოძრაობა სამხრეთიდან უფრო ჩრდილო აღმოსავლეთით ეს მართლა შეინიშნება. და შეინიშნება ჩვენს მიერ ნახსენები მუშკების მაგალითზე. იმიტომ ჩვენ ნახეთ მუშკები იყვნენ სადღაც ჭოროხის სათავეებში და გადასული იყვნენ ევფრატის სათავეებში და მუშკებს უკავშირდება ისეთი მარტივ რაღაც როგორც არის პროვინცია მესხეთი. მესხეთი დაარსებულია რა. და მუშკებს უკავშირდება ისეთი ქალაქის სახელი როგორც არის მცხეთა. მესხთა. ანუ აშკარად ჩანს, რომ ეს ხალხი მოიწევს ჩრდილოდ აღმოსავლეთით, მესხეთი, მერე მცხეთა და ანუ ეს შიდა მოძრაობა აი ამ განსახლების არეალში და მე გითხარით, ჩვენ წინაპრების განსახლების არეალი გაცილებით უფრო ვრცელი იყო, ვიდრე დღევანდელი საქართველოს, უფრო სამხრეთით იყო. აი აქ ეს ხდება და ხდება ცენტრის გადანაცვლებაც, ხო, პოლიტიკური და კულტურული ცენტრის გადანაცვლებაც. ეს რასაც ჩვენ თვლიდით, რაც შეეხება უცხოელებს, რა თქმა უნდა, ბერძნები, რომლებსაც ძალიან აინტერესებდა ჩვენი წარმომავლობა, უბრალოდ ბერძნები ერთმანეთსაგან მოგეხსენება თქვენ ყოფდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ცხოვრებლებს, დასავლეთ საქართველოში კოლხები ცხოვრობენ, რომელიც ჰეროდოტეს აზრით არიან ეგვიპტელები. სულ მიკვირს რატო დაწერა ჰეროდოტე? თვითონ კი ეხსნის რატო დაწერა, იმიტომ რომ ფიზიკურად გვანანო. და თქვა წინადაცვეთა ცელის მოყვანა, ანუ ფიზიკური მსგავსება და ცხოვრების წესი, მაგრამ ეგვიპტელები ჰეროდოტეს მიხედვით არიან მაღალი შავგვრევანი და ხუჭი თმიანი. ამის ახლა კოლხები მაღალი შავგვრევანი ხუჭი თმიანი, არ ვიცი, მე კოლხები მეუბნებია ჩვენ მაღალი ცისფერთვალა და ქერათმიანები ვიყავით. არ ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევაში ნუ ისეთი ინფორმაციაც ტრიალებს, რომ ეგვიპტის ფარაონები ქართველები იყვნენ. და ბოლო გენეტიკურმა კვლევებმა ეს დაადასტურა. ნუ აი რა გითხრათ, იცით, ისეთი რაღაცეები იწერება, რომ მე არ ვიცი, ამას ვიღაცა სპეციალურად იგონებს. არ ვიცი, სალომე, რაში გჭირდება ამ ყველაფრის დაწერა? მე ვერ ხვდები. არ ვიცი. თან იცით რა არის, ნუ ზოგჯერ აი ამ სოციალურ ქსელებში გამოჩნდება რაღაცა ინფორმაცია, რომელიც წალეკავს აბსოლუტურად ყველაფერს. მაგალითად, ერთი პერიოდი იყო ესეთი ინფორმაცია, რომ დავით აღმაშენებელმა რუის ურბნისის კრების შემდეგ სამღვდელოებას ქუსლები დააჭრა. ქუსლები დააჭრა. ჯერ კითხვა ჩდება ქუსლები რატო? ხო, ნუ სოფლიოში არსად არ არის. თბილის მოჭრა გამიგია ხელი ბაქუს. თან არსად არ წერია, არსად.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმა ჩვენმა კოლეგამ სალონე ძალიან კარგმა ისტორიკოსმა უბრალოდ დამირეკა და მკითხა, რამე ახალიც კარო იპოვეთო. რა იყო მეთქა, მე არ ვიცი და სათკითხულობა, არც მე არ ვიცი. ამიტომ ეს რაღაცა რომ პირამიდა ქართველები აშენებდნენ და რაღაცები, ნუ და ტუტანხამონი ქართველი იყო, ეხლა ესეთი რაღაცები ხდება ჩვენ. ბატონო? კი. არა, ძალიან მუშაობს მე ეს იდეა სამწუხაროდ და მე ხდება რომ შენ გიწერს თავის მართლება ამასთან დაკავშირებით რეალობა ეს რომ გავცელდება ეს ინფორმაცია საკმაოდ ისეთ ხალხთანაც მე მიდის რა და გეკითხება და დამტკიცე რომ რაჭიდან არ წავიდilər ხოლმე ნუ ამბობენ წავიკითხე და ეს წავიკითხე რომ ეხა ისეთია და ტელევიზორს თქვა ვიღაც ხო მე გამოდის რომ ჩვენ არ ვიცით ხოლმე ხო მე გეუბნები რომ არ იცი და ან გვიმალავ ეს არის ძალიან პოპულარული აი განსაკუთრებით ეხლა ამ ბოლო დროს რომ საბჭოთა პერიოდში ისტორიას მალავდნენ და ჩვენ დღემდე ვასწავლით არასწორ ისტორიას. ეხლა საბჭოთა პერიოდში ისტორიას მალავდნენ და სხვანაირად წერდნენ ეს ერთია, მაგრამ აი ეს ფაქტები, რაზეც ეხლა აქვთ სურვილიო თქვა, ჩვენ შუმერების თავმოვლები ვიყავით და ხეთების თავმოვლები ვიყავით და უბრალოდ ისინი იყვნენ ქართველები. ამას არ მალავს, უბრალოდ ისტორია წინ წავიდა და თუ რაღაცა მოსაზრება ადრე იყო თეორიულად, დღეს ან დადასტურდა, ან უარყოფილი იქნა რა. ახლა ხეთებზე მაგალითად დღეს უკვე ცნობილია რომ ინდოევროპელები იყვნენ. რანაირად ვართ ინდოევროპელებთან, რანაირი კავშირი გვაქვს, თუმცა ჩვენ აბსოლუტურად სხვანაირი ჯგუფი ვართ. ნუ ეს რაღაცები ჩნდება. დავასრულებ იმას, რაზეც დავიწყე საუბარი, ანუ ეს კოლხების და ეგვიპტელების ისა, რომელიც ნუ იმერებს გაპარია. არაფერი საერთო არ აქვს. აი რაც შეეხება იბერებს, აქ გვაქვს ერთი დიდი კითხვა. მოგეხსენება თქვენ ბერძნებისთვის არსებობდა ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებული, მაგრამ ერთი და იგივე სახელის მქონე ორი რეგიონი. ეს არის კავკასია, იბერია და ეს არის პირინეს სახელმწიფო იბერია. ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთი და ევროპის უკიდურესი დასავლეთი, ხო, უზარმაზარი ტერიტორია მათ შორის და ორივეს აქვს ერთი და იგივე სახელწოდება. აი მარტივად გეკითხებით, რა აზრი გაგიჩნდებათ პირველი? რაღაცა აქვს რა საერთო, ხო? საიდან როგორ? და გაჩნდა ეს ცნობილი მოსაზრება, რომ ეს არის ერთი ხალხი, რომლებიც თავის დროზე ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ მე სხვადასხვა მიზეზთა გამო გადასახლდნენ. ნუ ყველაზე პოპულარული მაგალითად რომ ნაბუქოდონოსორმა გადმოგვასახლა ჩვენ პირინეს ნახევარკუნძულზე და კავკასიაში. ძირითადად ესეთი თეორია იყო, იქიდან აქეთ მიგრაციის. თუმცა ზოგიერთი თვლიდა, რომ აქედან იქითაც მოხდა მიგრაცია. ეხლა საინტერესო რა არის? მე-11 საუკუნეში მოგვაწევა ძალიან ცნობილი ქართველი ექვთიმე-თაწმიდელი. ეხლა არ ვიცი იმ პერიოდში მე ექვთიმე-თაწმიდელს ცოდდნენ განათლებული ქართველი ვერ წარმომიდგენია რა. და ეს მის ცხოვრებაში აღწერილი რომ პატარა კონფლიქტი მოვიდა ქართველებთან, მოგეხსენებათ ეხლა ქართველებს ერთმანეთში მოგდის ხოლმე გარკვეული კონფლიქტი და მან გადაწყვიტა წავიდეს. და ეკითხებიან რომ სად მიდიხარ და აი ეს განათლებული კაცი ასულობს ესეთ რამეს რომ სპანიად მივდივარო, ანუ ესპანეთში მივდივარო. გამიგია იქ ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ. ხო, აი რა საინტერესოა, ხო? ეს განათლებული კაცი დარწმუნებულია რომ იქ ცხოვრობენ ჩვენი ნათესავები. საიდან აქ ეს ცოდნა? მე-17 საუკუნეში, აქ როდესაც უკვე ჩამოდიან კათოლიკე მისიონერები, ევროპელები, ვაჭრები, თქვათ, აგენტები, ასე თქვათ, სხვადასხვა ვიღაცები, მათ შორის არის ერთი ძალიან ცნობილი პიროვნება, რომლის სახელობის ქუჩა ჩვენ გვაქვს. ეს არის ფრანგი იუველირი, ვაჭარი, მოგზაური ჟან შარდენი. და შარდენი ძალიან საინტერესო მოგზაურობის აღწერა, რომელიც ქართულად თარგმნილია, გამოცემულია და იქ შარდენი წეს ესეთ რამეს. მე-17 საუკუნეა. ქართველ თავადებს, როდესაც ვეკითხები ვინა ქართულს, ნაწილი მეუბნება, რომ ჩვენ წარმოშობით ესპანელები ვართ. 11 საუკუნეში ამბობდა სპანიაში მივდივარ ნათესავები არიანო, მე-17 საუკუნეში ვიღაც ქართველი თავადები ამბობენ ჩვენ ესპანელები. ანუ ეს მოსაზრება ქართული საზოგადოებისთვისაც ცნობილი იყო, რომ რაღაცა არსებობს და რაღაცა კავშირი არის. მე-19 საუკუნეში გაჩნდა ეს თეორია, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 5000 წლის წინ ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ
და მოდი შავი ზღვა შევიყვანოთ ხმელთაშუა ზღვაში ამ შემთხვევაში. აი ამ რეგიონის ირგვლივ ცხოვრობდა ერთი ძველი წარმომავლობის ხალხი, რომლებიც არ არიან ინდოევროპელები. მე ნელ-ნელა მოდიან ის ინდოევროპელები, იკავებენ ამ ტერიტორიას და ამ ხალხის ნაწილის ასიმილაცია ხდება, ნაწილი განადგურდა, მოკლედ სადღაც 3000-2500 წლის წინ, 3000 წლის წინ, ამ ერთ დროს დიდი ხალხიდან დარჩენილი არიან დასავლეთიდან რო წამოვყვეთ პირინეზე ბასკები, აპენინზე ეტრუსკები, ბალკანეთში პელაზგები და კავკასიაში ქართველები. ამის მერე კიდე გადის დრო და ეტრუსკები და პელაზგები დღეს აღარ არსებობენ და გაქრნენ და დარჩენ ბასკები და ქართველები. წარმოიქმნა ეს ძალიან ცნობილი თეორია ქართველებისა და ბასკების ნაცნობების შესახებ. რომელიც როგორ გითხრათ ახლა იცით საფუძველი აქვს. გარკვეული საფუძველი აქვს. რომ არსებობდეს ესეთი სამუშაო ჰიპოთეზა. მე ახლა ამ საკითხებზე დაწვრილებით არ მიმუშავია, მაგრამ აი რაც ვიცი და თქვათ მისაუბრია ყველაზე შემაფერხებელი რაც ჩემთვის უთქვამთ, არქეოლოგებს უთქვამთ ესეთი რამე, რომ არანაირი საერთო არქეოლოგიური კულტურა არ აქვს. ეს ხალხი თუ ერთი წარმომავლობის ხალხი იყო, რაღაცა საერთო იმ ძველ პერიოდში არქეოლოგიურ კულტურაში ხონდა იყოს. არაფერი არ არის. აქედან გამომდინარე, ქართველი არქეოლოგები, ვისთანაც მე მისაუბრე, კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, აფერი არ გვაქვს საერთო. თუმცა რაღაცა დამთხოვები, რაღაცეები არის, ვიმეორებ, ეს მასალა საკმარისია იმისთვის, რომ თქვათ, რომ ასეთი ჰიპოთეზა არსებობდეს. სამუშაო ჰიპოთეზა და არიან ადამიანები მეცნიერები დღესაც ესპანეთში და საქართველოშიც, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ და ცდილობენ რაღაც დამატებითი არგუმენტები მოიძიონ. თუმცა ეს არ არის იმდენად მყარი, რომ ახლა ვიძახოთ, რომ ერთი ვართ და რაღაცა ვართ. თუმცა თეორია თავისთავად საინტერესოა, ხო? ეს იბერია, მერე ჩვენი მოსაზრებები, ეს ექვთიმემთაწმინდელი, შარდენის ცნობა. თუმცა არის ერთი ძალიან მარტივი ახსნა. ზოგჯერ ყველაფერი რთული ძალიან მარტივად იხსნება. იბერია ნიშნავს გადაღმა მხარეს. ნოჩ. ერთის გადაღმა, მეორეს გადაღმა. ამიტომ დაარქვეს. ამიტომ რთული საკითხია ეს, რა თქმა უნდა, ეთნოგენეზის საკითხი, მაგრამ ერთი რამ თავარია ხა დღეს ინდონეზია უკვე ეს ყველაფერი მისული, რომ აშკარად არის, რომ აქ ადგილობრივად ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩამოყალიბება და ეს ჩვენი ტომები, უძველეს ჩვენი ქართველური ტომები, რომლებიც მე ვახსენე, უძველესი დროიდან ცხოვრობენ. ამ ტომებში მე ერთი ვახსენე და მე გავჩერდი, ეს არის ხალიბები. ძალიან საინტერესო ტომია ხალიბების ტომი, რა. რომლებიც ამუშავებენ რკინას. ეხლა რკინა ლითონი დამუშავება ადამიანმა ადრევე დაიწყო, პირველი სპილენძი იყო, რომელიც დაამუშავა. ყველაზე გვიან ამუშავებს რკინას, იმიტომ რომ ყველაზე ძნელად დასამუშავებელია, მის დნობას გაცილებით მაღალი ტემპერატურა ჭირდება და მეტალურგია მაღალ დონეზე უნდა გქონდეს. სპილენძი და ის ბრინჯაო ადვილია, რკინა ურთულესია. რკინის გამოყენების დაწყება არ ვიცი რა შევადრო, კაცობრიობისათვის ალბათ იყო ისეთივე, როგორც ბირთვული არაგზავნიჩი, ბირთვული აღმოჩენა, ხო? რატო? იმიტომ რომ რკინამ შეცვალა ყველაფერი. რკინა გაცილებით მაგარია, გაცილებით გამძლეა. ანუ რას ნიშნავს? რკინის იარაღი თუ მაქვს, მე ყველა ვარიანტში შენზე ძლიერი ვარ და შენ ბრინჯაოს იარაღი. მე თუ რკინის სახნის სიმა გაცილებით კარგად ვამუშავებ მიწას. ანუ რკინა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და ძალიან მცირე ხანი, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა პერიოდი, როცა რკინა უფრო ძვირი იყო ვიდრე ოქრო. იმიტომ ცოტა იყო მოსაპოვებლად ძნელია და რო გაქვს რკინა, წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ თავ ბრძოლაში შენ გაქვს რკინის მახვილი და ჭრის იმ ბრინჯაოს მახვილი, ჩვეულებრივად. და რკინის ერთ-ერთი რამოდენიმე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იწყება რკინის დამუშავება, ერთ-ერთი პირველები ვართ ხალიბები. ბერძნები პირდაპირ წერენ, რომ ესენი მთაში ცხოვრობენ, იქ მოიპოვებენ ამ მადანს და ადნობენ და აკეთებენ. აი, ხალიბები მიჩნეული არიან ერთ-ერთი პიონერები, ვინც დაიწყეს რკინის დამუშავება და ეცეღანაც გითხარით. ესეც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი წვლილი კაცობრიობის ისტორიაში შეტანილი გვაქვს, რა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ხა ეს ტომიც. ხო, ჩვენ საუბრობდით აქ, ხა ცოტა ისე გამოდის ქრონოლოგიურად რაღაცა გადმოვდივარ, მაგრამ საუბარს მოაქვს ყველაფერი. ფარნავაზზე, მის ურთიერთობაზე სელევკიდებთან ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო ფარნავაზის.
როგორც ჩანს, ფარნავაზი ძალიან კარგად აფასებს იმ დროინდელ ვითარებას და ხვდება, რომ მისი მოწინააღმდეგის უკან ძალიან დიდი სახელმწიფო აქვს და მასაც ჭირდება ესეთი დიდი ძლიერი სახელმწიფოს მხარდაჭერა. აი აქ ფარნავაზთან დაკავშირებით ერთი მთავარი საკითხი გვაქვს, ჩვენ ეს თქვენ ძალიან კარგად იცით ეს აი ეს საკითხი. ამბანი. ხა ფარნავაზი რო არსებობდა, ნუ ეს დღეს სადავ არ არის. მცხეთა რო დედაქალაქია, სადავ არ არის. არმაზის კერპი რო შექმნა, ესეც სადავ არ არის. ესე ძალიან სწორი ნაბიჯია, ნახეთ, იდეოლოგიურად აერთიანებს ქვეყანას. ერთი კერპი გვჭირდება ჩვენ. ეს კერპთა კონდიციონირება ხო ისეთი რამეა, ყველა სხვადასხვა კერპი შეიძლება ქონდეს, მაგრამ ერთი უზენაესი ღვთაება გვჭირდება, ეს არის არმაზი. სხვა შორის ნიშანდობლივია, რომ ის ორი კერპი გაცდა, რომელიც არმაზმა მოიმანა, აზომ მოიტანა, ის კერპები დატოვა. დატოვა. ეხლა ისევე მარტივი კითხვა, თუ აზომ ტერია, მისი კერპები რატო დატოვა? რატო არ დაანგრია მტრის მიერ მოტანილი კერპები? აზო სულ რაღაცა 24 წელი მართავდა. 24 წელი არ არის დიდი პერიოდი, ახლა ვთქვათ, რომ შეეგუენ და მიიღეს. ნუ ალბათ იმიტომ, რომ მისთვისაც მისაღები იყო, ალბათ იმიტომ, რომ არ იყო მტრის მიერ მოტანილი და იმავე სამყაროს კერპები იყო, რომელთანაც ფარნავაზი არის, რა. ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან საინტერესოა, რომ ის არ ებრძვის მის კერპებს, პირიქით ამ ორ კერპს შორის დგას ამ თავის არმაზის კერპს. არმაზის კერპის წარმომავლობა კიდე სხვა საკითხია, აკმენიანურია თუ ხეთურია და ამაზე ახლა არ გესაუბარი, იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ აი ეს მთავარი საკითხი, ქართული ანბანის შექმნის საკითხი, რომელიც ფარნავაზს უკავშირდება, საიდან ვიცით? და ისევ ლეონტი მროველისგან, რომ ამა ფარნავაზს განავრცო ენა ქართული, არ გარიზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული. აი ეს ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული, ითვლება, რომ არის ქართული ანბანის შექმნა. მაგრამ აქ გვაქვს ერთი სერიოზული პრობლემა. ფარნავაზი მოღვაწეობს ქრისტეშოვანე მესამე საუკუნეში. აი ძალიან რომ მოვიდომოთ, უძველეს ქართულ წარწერები არის სადღაც მეორე საუკუნის. ნეკრესის ნახალაქარზე აღმოჩენილი წარწერები, რომელიც ლევან ჭილაშვილის აზრით იყო მეორე საუკუნის, თუმცა ამას ბევრი არ იზიარებს, მაგრამ კაი, მოდი ჩვენ დავეთანხმოთ, რომ მეორე საუკუნის არის. 300-400 წელი ქართული წარწერა არ აქვს. გვაქვს ბერძნული წარწერა, გვაქვს არამეული წარწერა. აი მე სერაფიტას წარწერა ვახსენე. სერაფიტა ვინ არის? სერაფიტა არის უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელი. მამამისი პიტრიარქია, მისი ქმარი მეფის ეზოს მოძღვარია, მისი ქმრის მამა ასევე პიტრიარქია, ანუ ელიტა ქართული იმ დროინდელი საზოგადოების და ეს არის საფლავის ქვა, რომელზეც არის წარწერა ბერძნულად და არამეულად. არის ქართულად საფლავის ქვის წარწერა. რატო რა ელიტა არ იყენებს ქართულ წარწერას, ქართულ ანბანს, აბა ვინ იყენებს? მაშინ წერა კითხვა ვინ იცის? ალბათ იმ ელიტის გარდა წერა კითხვა იქ არავინ არ იცის, ხო იმ დროინდელ ქართლში. თუ ისინი არ იყენებენ ქართულ ანბანს და წერენ ბერძნულად და არამეულად, აბა ეს ქართული ანბანი არ შეჭირდებოდა. აი ეს მინუსი გვაქვს ამ თეორიაში. თუ იმ დროს შეიქმნა სად არის? ალბათ მეცადინეობდნენ ჯერ. შეიძლება. რაც კარგად იცოდნენ, იმითი წერდნენ. ფრანგული ხო ხონდა? ხო, მაგრამ გასულია 300 საუკუნე, 3 წელი. მაინც. არ ვიცი, აი ხო იმიტომ გეუბნებით მე რომ ეს ურთულესი საკითხია, საერთოდ ანბანი შექმნა ურთულესი საკითხია. ჩემის აზრით, ყველაზე დიდი ქართველი იყო ის, ვინც ანბანი შექმნა. არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, რამდენიმე არა 10 წლის წინ ალბათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო პროექტი გამოევლინათ ყველაზე დიდი ქართველი. სოფლიოში ტარდება ესეთი თოქ-შოუები, ჯერ ასეული იქნება, მერე ამ ასეულის მიდის ხმის მიცემა, ასეულიდან მერე 10-ული იქნება
მე ამ ათეულზე თითოეულზე ცალ-ცალკე გადაცემა კეთდება, მე ასევე არის ხმის მიცემა და საბოლოო ჯამში გამოიკეთება ერთი. ნუ ток-შოუ არის საინტერესო, მაგრამ თავისთავად საინტერესოა, იმიტომ რომ საზოგადოების განწყობებს გიჩვენებს, ხო? მაგალითად საფრანგეთში ყოველთვის ნაპოლეონია. ერთხელ იყო ჟანა დ'არკი თვარცდე. ინგლისში შექსპირია. საქართველოში ვინ იყო თუ გახსოვთ, როგორ ფიქრობთ, ვინ იყო? ილია იყო. მე დავითს ველოდი, რატომ? დავით მეორეზე გავიდა. ახლა ამ ხელა ხალხთან გვეთომობატიოს პირველ და მეორეზე გავიდა მეთქი ვიდაში, მაგრამ დავით ილია იყო პირველი, დავით მე რატომ გქონდა დავით ამაშენებს ველოდი. ალბათ, ხო. აი მე სულ ამბობ, რომ ყველაზე დიდი ქართველი ეს არის, ვინც ამბანი შექმნა. ეხლა ამბანი რო არ ქონდათ, ქონდა ვიარსებებდით ასე ლაპარაკი. არა, აბსოლუტურად სხვა ვიქნებოდით. მე არ ვიცი, შეიძლება უკეთეს ყოფილიყო, შეიძლება უარეს ყოფილიყო, და სრულიად სხვა მივიქნებოდით, არა და ვინც ეს ამბანი შექმნა, აი ის არის ყველაზე დიდი და გენიოსი. თუ ეს ფარნავაზია, რა თქმა უნდა, ეს არის. მეორე მომენტია, დაუშვათ მის დროს შეიქმნა. თვითონ შექმნა? თუ ვიღაცა მის დროს და მას მიეწერა, აი გურამ ჩეულიშვილი ის რო აქვს, რა ქვია, უსახელო უფლის ციხელში, სხვა გადაარჩენს, მაგრამ დიდ თორს მიეწერება, იმიტომ რომ იმის საკაც ვერ წერს, არა. აი შეიძლება ესეთი რაღაცა არის. ყოველ შემთხვევაში თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ახლა მეცნიერების უმრავლესობა, რა თქმა უნდა, თulis რომ ეს არის მე-4 საუკუნე ქრისტიანობის დროინდელია. მე არა ვარ ამის სპეციალისტი, უბრალოდ მოსაზრებებს გეუბნებით, იმიტომ რომ ქრისტიანობა შემოდის, ქრისტიანობა არის წიგნიერი რელიგია, მას სჭირდება დამწერლობა და იქნება ქართული ამბავი. მაინც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შექმნა ის გენიოსია, ახლა მე-4-ში შექმნა თუ მე-3-ში. აბა ფარნავაზმა რა ქნა? რას ნიშნავს ეს? ამან შექმნა წიგნობრობა ქართული. ლეონტი ხო არ მოიგონებდა ამას, არა? რაღაც დაწერა, რაღაცა წყაროზე დაყრდნობით დაწერა. არის ასეთი ვარაუდი. ჩვენ 112 შეტყობინებები რომ მოვგვის ტელეფონზე ლათინური ამბანია, ხო? მაგრამ სიტყვები ქართულია. აი ესეთი რამე გააკეთა ფარნავაზმა, არამეული ასოებით წერდა ქართულ სიტყვებს. გვაქვს ეგეთი ტექსტი. არა გვაქვს, მაგრამ მოსაზრება არსებობს. ნუ არის კიდევ უფრო ისეთი ჩემის აზრით ცოტა არარეალური მოსაზრება, მაგრამ ნუ მაყავს მამ თეორიას მოვქრები, ეს რამაზ პატაიძის მოსაზრება არის, ქართული ამბანი მე-5 საუკუნეში შეიქმნა, 414 წელს ქურუმებმა შექმნეს, პირდაპირ ფინიგიურიდან მომდინარეობს, მე ქართველებმა რაღაც მომენტში ეს ამბანი დაივიწყეს და ფარნავაზმა უბრალოდ აღადგინა. ეს იმდენად ძველ პერიოდს ეხება, რომ ეხლა აქ რაღაცა გადაჭითქრო ძნელია. ვიმეორებ ენათმეცნიერები, მეცნიერთა დიდი ნაწილი, ვინც ამ საკითხზე მუშაობს, თვითონ ეს არის მე-4 საუკუნეში. ასე თუ ისე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეხლა ვითარება ნელ-ნელა იცვლება. ეს არის სავარაუდოდ ფარნავაზის დროინდელი საქართველო. ეხლა ეს საზღვრები ყოველთვის არის ძალიან პირობითი რა. ცოტა იქით შეგვიძლია გავწიოთ, ცოტა აქეთ შეგვიძლია გამოვწიოთ, ეხლა ზუსტად მაშინ საზღვარი სად გადიოდა, არავინ არ იცის. ის კი არა, ისიც კი სადაოა და დასავლეთ საქართველო იყო თუ არა საერთოდ ფარნავაზის სამეფო შემადგენლობაში. მე ვთვლი რომ იყო ეხლა, მაგრამ ნუ განსხვავებული მოსაზრებები არის. რთულია ჩვენ უზარმაზარი პრობლემა გვაქვს საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით რაც უფრო სიღრმეში დავდივართ, ერთი უმთავრესი პრობლემა გვაქვს, წყაროები არ აქვს. როცა წყაროები არ აქვს, უბრალოდ ვეღარ ახერხებ ისტორიის აღდგენას. არ აქვს არაფერი და როგორ უნდა გააკეთო, ხო? აი ეს ამ პრობლემის წინაშე ვდგევართ ჩვენ. ძალიან ცოტა გვაქვს წყაროები. რა არის ამის მიზეზი? მე ვერ გეტყვი. შორს ვარ წავიდა ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ და წარმოიდგინოთ რამდენ ძიმე მდგომარეობაში ვარ. დავით აღმაშენებელი, ხო? უდიდესი მეფე, მეფობდა 36 წელი. და თხზულება, მთავარი წყარო, რომელიც ჩვენ მის შესახებ გვაქვს, ეს არის ცხოვრება დავით აღმაშენებლის, რომელიც ქართლის ცხოვრებაში შედის, იცით რა ხელა? 12-იანი შრიფტით A4-ის ფორმატზე რო აკრიფო, არის 23 გვერდი. 23 გვერდი. დავით აღმაშენებლის ისტორია, რომელიც 36 წელი მეფობდა, ერთი გვერდი მაინც არ უნდა იყოს 20 წელი. არა გვაქვს. სულ ჩდება კითხვა რატო? აი რო გარდაიცვალა იმის მერე რატო არ დაწერა? არ ვიცი რა. წერა რო სამაგიეროდ გვაქვს უზარმაზარი ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა. ხო, აი ამიტომ ვართ ძალიან ძიმე მდგომარეობაში და ამიტომ გვიწევს აი ესეთი ვარაუდების გამოთქმა. მე დასაწყისშიც გითხარით ისტორიის
აღდგენა ზოგადად პირობითია და ეგაც კარო რო არ გაქვს საერთოდ პირობითია და აი ამ შედარებით ნაკლებად სავარაუდო და შედარებით ნაკლებად სამეცნიერო მოსაზრებებს სწორედ ესეც აძლევს არსებობის ერთ-ერთ საფუძველს, რომ არა გაქვს და სიცარიელი გაქვს და ამ სიცარიელის ამოვსება მე უკვე როგორც გინდა ისე გააკეთებ, ხო? ძალიან რთულ ვითარებაში ვარ. ხო. ამიტომ მეკითხავთ, ხო. ნუ აი ფარნავაზი და ფარნავაზის მე უკვე ჩვენ შევდივართ სრულიად ახალ ეპოქაში, როდესაც იქნება აი ეს უზარმაზარი სამყარო. ის რასაც ქვია უკვე რომაული სამყარო, ეს სრულიად განსხვავებული და უნიკალური სამყარო არის. ეს იყო უნიკალური სახელმწიფო. 500 წელი არსება. ასეთი ყველა იმპერია მერე იმეორებდა რომის იმპერიას. ყველა აბსოლუტურად დაწყებული იმ ცნობილი დევიზიდან dividend impera დაყავიდა იბატონე. გაგრძელებული მართვის მეთოდები და აბსოლუტურად სულ ყველაფერი და ჩვენ მოგვიწია საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა ამ რომის იმპერიასთან. ისე პატარა ინტრიგას ჩავაგდებ სამომავლოდ, რომ ჩვენი მართველი იყო ერთადერთი კარარომელი, რომელსაც ძეგლი დაუდგეს რომში. სხვას ესეთი რამ არ ღირსებია, ეს მხოლოდ ქართველი იყო ესეთი. და იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ამ უზარმაზარი იმპერიის მოკავშირეებად ვითვლებოდით. ელემენტარულად აი რუკაზე კარგად რო დაინახოთ, აი შეადარეთ ეს რომაული სამყარო და აი იქ პატარა ქართლი და ჩვენ მისი მოკავშირე ვიყავით და როგორც თანასწორებს ისე ვიყურებდნენ, მაგრამ რა ვიცი, მე მგონი დროის ისეთი ისე ვქო, ჯობია ეს შემდეგისთვის გადავდო და ეხლა კითხვა-პასუხის იმაში გადავიდეთ, ხო, თქვენ როგორც ფიქრობთ? და ამუკაზეც არაა დასავლეთ საქართველოს. ხო, ეგ კიდე სხვა პრობლემაა ჩვენი ისტორიოგრაფიის, როდესაც ოფიციალურმა ისტორიოგრაფიამ, რასაც ჩვენ ქართლის ცხოვრებას ვეძახით, რომელსაც თვლით, რომ ეს არის შუა საუკუნეების საქართველოს მთავარი მატიანე, ოფიციალური ისტორია, მან ცალკე დასავლეთ საქართველოს არ იცის. მაშინ როცა იქ არსებობს ლაზიკის სამეფო მინიმუმ, რატო ეს კიდე სხვა საკითხია? გართულა სიმართლე გითხრათ, მანდა მაინც დამაჯერებელი ახსნა არა გვაქვს. ახსნა არის ის, რომ ქართლის ცხოვრების ავტორებს, რომლებიც ამას მე-11 საუკუნეში აკეთებენ, ეს ერთიან სივრცეს წარმოუდგენია. მათთვის ეს ერთია. ქართლის ცხოვრება რო გადახედო, ქართლის ცხოვრებისთვის დასავლეთ საქართველო ყოველთვის შედის აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოში. ანუ მათთვის ეს ერთიანი სივრცეა და არც იმას გამოურიცხავ, რომ იდეოლოგიურადაც აკეთებენ ამას. ჩვენ ერთი ვართ. არ უნდა. ლაზიკის სამეფოზე გუბაზე და სხვებზე რაც ვიცით, ეგ საიდან? ეს ვიცით ბიზანტიურ წყაროებში. არც ერთ ქართულ წყაროში არანაირ გუბას, არანაირ ლაზებს თქვენ ვერ ნახავთ. ეს არის ბერძნული ბიზანტიური წყაროები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. კი ბატონო. აშაყმაძე ფიქრია. ერთი შეკითხვა მაქვს. შეიძლება მე მახსოვს უბრალოდ არასწორად, ანუ თქვენ არ გეპაიკრებით მაგ საკითხზე, რა თქმა უნდა. აი ტიგლათ ფილასერის წარწერაზე. ის ხომ მოიხსენიებს ნაირის ქვეყნებს და რაღაც საქართველომდე. ანუ თქვენ აღნიშნეთ, რომ 5 მუშქების 5 მეფე. ხო და ანუ ესე ქართველებს ესე გვასახელებს, ანუ მე ესე მახსოვდა, რომ მარტო ნაირის ქვეყნებს და იქ ჩვენს სახელმწიფო საზღვარს ასახელებს, რომ აი სადღაც იქ ვარსებობდით ჩვენ მაშინ. კი ბატონო, მართალი ბრძანდებით ის ნაირის ქვეყნებსაც მოიხსენიებს და 23 მეფეს ასახელებს, რომელთაგან ერთ-ერთი დაატყვა და ასურშიც კი წაიყვანა, თუმცა მუშქების 5 მეფესაც ასახელებს. რამოდენიმე წარწერა გვაქვს ჩვენ მათი რამოდენიმე ეს ერთი წარწერა და რაც შეეხება ამ ნაირის ქვეყნებს, ეხლა ადგილი განსაზღვრა, როგორც თქვენ ლოკალიზაცია, სად არის, ცოტა რთულია. აშკარა არის, რომ ეს არის ასურეთის ჩრდილოეთით. და აი აქ ამ ნაირის ქვეყნებში შედის ის ჩვენი ძველი ტომებიც, რომლებიც იყო, კი. იქ საუბარია, რომ ზღვამდეც მივახციეთო, ეხლა ეს შავი ზღვა არ არის, როგორც ჩანს. ესეც არც და სხვადასხვაობას იწვევს, მაგრამ
ძირითადად ყველა შეთანხმებულია, რომ ნაირის ქვეყნები კი ბატონო, ამ ქვეყნებში შედის სამხრეთ საქართველოს არის ტერიტორიაც. გასაგებია და კიდევ ერთი რომელიც შესვენების დროს კითხეთ და მაინც უნდა კი, ჩაგეკითხოთ. კი. აი ხეთებთან დაკავშირებით, ანუ ხათის ქვეყანა რო იყო და რომელიც ინდოევროპული არ იყო ეს წარმომავლობა, ხო აი ამასთან ესე რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით ახლა ქართველებთან ვერ დავაკავშირებთ, მაგრამ სულ რო გამოვრიცხოთ და რაღაცა მე მგონია რომ უბრალოდ მე მინდა რომ ხათებთან ვიყოთ კავშირში და ანუ თქვენ საუბრობთ პროტოხეთებზე. პროტოხეთები, ანუ ხათები, რომლებიც არ იყვნენ ინდოევროპელები. პროტოხეთები, რომლებიც ინდოევროპელები ნამდვილად არ იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ ისინი იმდენად შორს არიან ჩვენგან, დროის იმას გულისხმობ და იმდენად ცოტა ინფორმაცია, რომ ძალიან ძნელია მათთან რაღაცის თქმა, ან კი, ან არა. აქ უკვე ჰიპოთეზებზე მივდივართ, ხო? ვარ თუ არა, აი მე წეგანაც ვსაუბრობდი, შუმერებიც ვახსენე, ხო? დღეს საუბარი არის, რომ შუმერებით შესაძლოა წარმომავლობით რაღაცა ჩვენ გვიკავშირდებოდნენ. შუმერები რო იქ სადაც ცხოვრობდნენ, მივიდნენ მთიდან. ეს ცნობილი ფაქტია და შავთავიანებს ეძახდნენ თავის თავს, მაგრამ ეს ანდამანის კავკასიის მთებია თუ ზაგროსის მთებია, რომლებიც იქვე გვერდზე იყო და სადაც მე ელამი ჩამოყალიბდა, ეს არავინ არ იცის. სამწუხაროდ ინფორმაცია ეს იმდენად ძველ პერიოდს ეხება, რომ რთულია რაღაცის თქმა. არ არის გამორიცხული, რომ თქვათ იმ პროტოხეთებთან რაღაცა კავშირი გქონდა თუნდაც ანთესავი. კიდე რაშია იცით საქმე ახლა? თუნდაც ის ღვთაებები თქვენ რო აღნიშნეთ, აი არმაზი, რაღაცა ხეთური უფრო მეტად არის. კი, აი იდრე დაუშვათ ახურამაზდასკენ წავიდეთ. მაინც ხეთური არ არის. აი თქვენ ახლა სწორად დან მე აღარ შევჩენდი ამ საკითხზე. აქ ორი მოსაზრება არის. ერთი რომ ეს არის ახურამაზდა, რომ ფარნავაზი სპარსულად არმაზს ნიშნავდა და ამიტომ და მეორე არის ეს არმაზი, რომ არის არმა. არმა არის ხეთური ღვთაება და არის მთვარის ღვთაება. ეს ორი პატარა ღვთაებებიც ეს ხეთურს ახასიათებდა, რომ ეს სიმართლე გითხრათ, მე პირადად მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მკვლევარების ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს მაინც ახურამაზდა არის, მე პირადად მაინც უფრო ვთვლი, რომ ეს ხეთური სამყაროა. იმიტომ რომ ეს არმა და რაც თავარია იცით როგორ არის იქ, როდესაც ნინოს ცხოვრებაში აღწერილი არის არმაზის კერპი, იქ წერია, რომ არმაზის კერპს ხელში უკავია მახვილი და კლავს მას, ვინც მას მიახლება ან მოგვებს კლავს და თუ ეს ახურამაზდა მოგვებსთან რატო აქ დაპირისპირება რა? ასე რომ ეს კავშირი რაღაცა რა თქმა უნდა არსებობდა, ბუნებრივია. ეხლა არც ერთი ერი არ არსებობდა, ვინც ესე ცხოვრობდა და ჩინეთის დიდი კედელი აიშენა და არავისთან კავშირი არ ჰქონდა და ჩვენ ეს ურთიერთობა იგივე იმ პროტოხეთებთანაც ჰქონდა, იგივე ხურიტებთან ჰქონდა ეს ურარტუელები და ხურიტები, ხო? ეხლა ხურიტები ძალიან უცნაური წარმომავლობის ხალხია, ვინ იყვნენ, რა იყვნენ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხურიტებიც რაღაც ეტაპზე მოდიან ჩვენს ტერიტორიაზე, ხო? როდესაც ურარტუს სამეფო განადგურდა, ხურიტების როგორც ჩანს დიდი მასა წამოვიდა და მოვიდა საქართველოში. საქართველოს ახლა პირობითად ვამბობ იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ წინაპრები ცხოვრობდნენ. ეს ელემენტარულად ჩვენი ლექსიკური მარაგიდან დასტურდება, ხო? აი ჩვენი ცნობილი სიმღერა რო გვაქვს ოროველა, არი არალე. ხო. არალე ურარტუელების ღმერთია. თავი დავანებოთ იმას, რომ ჩვენ ქართულ ლექსიკაში გვაქვს სიტყვა შარშან. შარშან რაც ნიშნავს გასულ წელს, რომელიც ქართულად ვერ იხსნება. შარიშან ურარტულად არის წინა წელი. მოთავთ. ყირამალა გადავიდაო. ყირა ურარტულად არის მიწა, ყირამალა არის მიწა მაღლა. თავდაყირა რო დგეხარ მიწა მაღლა. შენ თავზე მაღლა. ანუ მოვიდა ეს ხალხი. ანუ იმ პროტოხეთებთანაც რაღაც კავშირი იქნება ეს. იმიტომ რომ ურარტუს სახელმწიფო განადგურდა. მიდიელებმა, როდესაც 590 წელს ურარტუ განადგურეს, როგორც ჩანს, იმდენად სერიოზული დარტყმა იყო. აი ახლა შენ კიდე ძალიან მძიმე საკითხი. ეს არის ურარტუს დაკავშირება სომხებთან. არ არის ესე. ეს ხურიტების სხვა ხალხი არ არიან ინდოევროპელების. აღარ არსებობს, ეს ტომი აღარ არსებობს. სრული ასიმილაცია მოხდა მისი, როგორც ჩანს, ნაწილი განადგურდა, ნაწილი აი ჩრდილოეთით ამოვიდა და ჩვენ ტერიტორიაზე დასახლდა და ასიმილაცია განიცადა, გაქართველდა, მაგრამ იმდენად დიდი მასა არა, ესენი ურარტუელები უფრო სამხრეთით ცხოვრობდნენ. ესენი ხო დღევანდელი ვანის ტბის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, არა? და გაცილებით სამხრეთით იყვნენ.
აი სად იყვნენ ისინი? აი წარმოიდგინე სად ავართ ჩვენ. ანუ ისინი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ წამოვიდნენ, რომ თავი გადაერჩინათ. და წამოვიდა არა 1 და 2 კაცი. და არა 1000 და 2000, იმიტომ რომ როცა ლექსიკაში გიტოვებს ამ ხელა გავლენას, ეს საკმაოდ დიდი ჯგუფი უნდა იყოს. რომელიც რა თქმა უნდა ასიმილაცია განიცადა საქართველოს და თუ კი შეიძლება იმ დროს რაღაცა ეს ერთობაზე საუბარი, მაგრამ დაგვიტოვა რა შეიძლება სომხებს რა თქვენ ბრძანეთ, ეგ ურთულესი პრობლემაა. სომხები ცხოვრობენ იმ ადგილზე, სადაც ურარტო იყო. მაგრამ აბსოლუტურად სხვა ჯგუფია. აქ არის ერთი ძალიან საინტერესო ქართველებს ეს რატომღაც წკინდათ რაღაც ეტაპზე და რაღაც მომენტში ესეთი რამ გააკეთეს. თარგამოსის შვილებს შორის უფროსი ვინ არის? არა, თარგამოსის შვილებს შორის. ჰაოსი ვის წინაპარია? ხო, სანამ საქართველოს ძლიერი იყო, ეს პრობლემას არ ქმნიდა. ქართლის ცხოვრებაში წერია ეს და ქართლის ცხოვრება მე-11-12 საუკუნეებში შეიქმნა და გვეწერა რომ ჰაოსი უფროსია. მეტიც ჩაგრავდნენ უბრალოდ ქართლოს მოდიოდა ჰაოსი და კი, ჰაოსი მთავარი დარტყმელი ყველა ძლიერია რა, ჰაოსი ხო. როდესაც საქართველოს დასუსტა ეს პრობლემა გაგვიხდა. და ისეთმა დიდმა ქართველმა და მცოდნემაც კი როგორც იყო თეიმურაზ ბაგრატიონი, როდესაც ქართლის ცხოვრებას აძლევდა რუმიანცევს თუ არ ვცდები მე, დასაწყისის გვერდები შეცვალა. აი იქ სადაც ჰაოსის უპირატესობაზეა საუბარი შეცვალა. რატო? იმიტომ რომ უკვე პრობლემა და იმიტომ სახელმწიფო არ აქვს, დამოუკიდებლობა არ აქვს, სუსტი ხარ და გეშინია. აუცა ძლიერი იყავი, პრობლემა არ იყო ჩვენთვის. აი ვინ არის ეს ჰაოსი? ამას ძალიან საინტერესო ახსნა არსებობს. ეს ჰაოსი ურარტოა. არ ეს ახსნა. შოთა ბადრიძეს ჰქონდა. ჰაოსი არის ხურიტები. არ არის სომხები. სომხები არმენები მერე მოდიან და იმ ტერიტორიაზე სახლდებიან. და ქართულში აი საკა ის ძველი პერიოდი, როცა ურარტო იყო. უბრალოდ იმ მომენტში მე-11 საუკუნეში ურარტო აღარ არსებობდა არ არის. ანუ ძალიან რთული მომენტია ეს ეთნოგენეზი, ურთიერთობა იმ ხალხებთან და რაღაცეებთან. და საიდან ვიცით რომ ურარტული სიტყვები იყო თუ ხალხის აღარ არსებობს? იმიტომ რომ ლექსიკა წარწერები ხო დარჩანათ. წარწერები ხო გაიშიფრა. აქედან გამომდინარე ვიცით რა ენაზე ლაპარაკობენ. სხვათა შორის რამოდენიმე წლის წინ იყო ინტერნეტში ძველი ენები როგორ ჟღერს. გახმოვანებული იყო, აი როგორ ჟღერდა ძველი ურარტული, ძველი ხეთური, ძველი სპარსული, ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო. სიტყვები და ყველაფერი. აი ესეთი რთული პრობლემა გვაქვს ამასთან დაკავშირებით და იმ პროტოხეთებთან ხო გეუბნებით, იმ პროტოხეთების არავინ წარმოვადება არ არის. არ ვიცი. კარგი. სხვა შეკითხვა არის? რატო? გისმენ? იცის რა მაინტერესებს? ხო არის რომ პეტრე გაგალაშვილი. დიაოხი, უბრალოდ დიაოხის სამეფო ასურელებმა ჩრდილოეთისკენ განდევნეს, ხო? ანუ ევფრატის ზემოწელამდე იყვნენ ჩასულები. და ეს რას ნიშნავს, რომ ევფრატის ზემოწელში, ასე ვთქვათ, შეიქმნა ეს ტომი თუ უფრო ჩრდილოეთით იყო და აქამდე ჩავიდნენ? არა, სავარაუდოდ უფრო ჩრდილოეთით იყო და სამხრეთით წავიდა. კი. სავარაუდოდ ესეა. იმიტომ რომ აი სადაც ჩადიან ევფრატის სათავეები, ნუ აი ძალიან სამხრეთით არის. იქ ნაკლებად ფიქსირდება ეს ჩვენი წინაპრები, იქ ნაკლებად ფიქსირდებიან. აი ეს დიაოხი, ვიტერუხი, ზაბახა ეს ის არის ძირითადად მაინც ჭოროხის აუზია ეს დიაოხი. ეს ჭოროხის აუზია და ეს არის ძველი ქართული გაერთიანებები. ითვლება. აი ისინი გაცილებით სამხრეთით ჩადიან. ამიტომ ითვლება რომ ამ რუკაზეც ეს რუკაც ამიტომ ჩანს აი ეს მოძრაობა ის არის რომ სამხრეთიდან მიდიან, ჩრდილოეთიდან უფრო სამხრეთისკენ მიდიან. მაგრამ მე უკვე ბრუნდებიან რაც წეგან ახსენე. ხო, მე მოდიან უკან როგორც ჩანს. კი, იმიტომ რომ იქით წასვლა რთული იყო, იმიტომ რომ იქით ძლიერი სახელმწიფოებია და რაღაცა ისინი პირიქით აქეთ მოდიან და აი ეს მოძრაობა მე ჩანს. და იცით რა მაინტერესებს? აი თქვენ რა თქვით რომ მე-19 საუკუნეში ეს თეორია პოპულარულიც იყო რომ ხმელთაშუა ზღვის გარშემო
დიდი გაერთიანება იყო კი. და ამას რამე საფუძვლად რეალური აქვს თუ უბრალოდ თეორია? აი რაც მე გითხარით ეს არის ახლა რომ რაღაცა მოსაზრებები არსებობს, რაღაცა მსგავსი. ეს უბრალოდ მოსაზრებები. ხო, ჰიპოთეზა არსებობს. ანუ ეს მოსაზრებები სრულიად საკმარისია, რომ იყოს სამუშაო ჰიპოთეზა. და კიდე ახსენეთ რომ 4 ხალხი დარჩაო ესენი ბასკებიო, ეტრუსკები, ქართველები და მეოთხე რა თქვით? პელაზგები, ხო, პელაზგები და იქ პელაზგები ხვდები რომ არ არსებობს. და ჩვენ. ეტრუსკების და პელაზგების წარმომავლობა დღემდე აუხსნელია. მაგრამ საცხოვრობდნენ დაახლოებით. ეტრუსკები ცხოვრობდნენ აპენინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, პელაზგები ცხოვრობდნენ ბალკანის ნახევარკუნძულზე. სანამ იქ არ მივიდნენ აი ეს დორიელები და ინდოევროპელები. და ეს ორივე ხალხი იმდენად ძველი ხალხია, იმდენად არზე ცხოვრობდა, რომ და მე მათი სრული ასიმილაცია მოხდა, რომ ძნელია უკვე საუბარი მათ წარმომავლობაზე. ვინ იყვნენ და დატოვეს რაღაცა, იგივე ეტრუსკული კულტურა არსებობს, განდა როგორ არსებობს, მაგრამ ვინ არიან წარმომავლობით, ასე ვთქვათ, ეთნიკურად, გენეტიკურად, ამის და ისიც არ ვიცით რატომ მოხდა ამ ხალხის განადგურება. უბრალოდ ასიმილაცია მოხდა, უფრო ძლიერი მოვიდა და გიმორჩილა. ისევე როგორც ჩვენ კავკასიაში მოხდა ასიმილაცია, ალბანელები ხო იყო არა ეს ხალხი, რომელიც ქართველები, სომხები, ალბანელები. იმარა ვინდა ჩაგრა მე გუფრო მაგას. და ბატონო, აი ეტრუსკები ვინდა ჩაგრა. ინდოევროპელებმა. ეს ინდოევროპელების უზარმაზარი ტალღა რომ მოდის და მთელს ევროპას იკავებენ ინდოევროპელები. დარჩენილი არის კუნძული ხო ბასკები, ხო მარტო ბასკები არ არიან ინდოევროპელები და არავის არ ესაზღვრები, არიან ათასწლეულიან ირგვლივ არ არის. იმიტომ არიან ესე გამორჩეული. არავის არ არიან ათასწლეულიან. აი რაღაცა ძველი ხალხის და დარჩენები არიან, როგორც ჩვენ. ჩვენს ირგვლივ ყველა ინდოევროპელია. სომხებიც ინდოევროპელები არიან. არა ეს სომხურიან. მაგრამ ურარტულები ხო ინდოევროპელები არიან. ურარტულები არ იყვნენ, ხურიტები არ იყვნენ ინდოევროპელები. ანუ არ არიან საერთოდ. იქ მაგათი წინაპრები. ეგერ გამოდის. ესე გამოდის, მაგრამ ეხლა შენ რო კითხო, შეიძლება სხვა რამე გიპასუხო. რა? შეიძლება სხვა რამე გიპასუხო. ის ერებუნი მართლა არსებობდა და ურარტული ციხესიმაგრე იყო, მაგრამ ერებუნი ამდენად ერევანია. ვერ კეთხვი. კი ბატონო, თქო. ვიცი რომ ეს რასაც შეგეკითხებით უფრო ენათმეცნიერებს ეხებათ, მაგრამ აი სვანური, მეგრული და ქართული ენები. ბევრი თეორია, მაგრამ როგორ მოხდა ეს სასტიკად, რომ საერთოდ არ ესმით ვინც ქართული იცის, სვანური, ანუ 99%-ს ვერ ვიგებთ. ხო, აი ეგ ძალიან საინტერესო. აი როგორ თქვენი შეხედულება უბრალოდ რაკურსი მაინტერესებს. არ ვიცი, მეც არ ვიცი, იმიტომ რომ ხა მაგაზე არ მიმუშავია და აი ნუ რასაც მასწავლდნენ და რაც დღეს არის, რომ რაღაცა პერიოდში ხდება მათი სვანური კიდე მესმის, იმიტომ რომ ძალიან ლოკალიზებულია იქ, ხო, გეოგრაფიულად ჩაკეტილი რეგიონია და ნამდვილად შეიძლება, რომ იმდენად მოწყდა, რომ ცალკე შეინარჩუნოს, ყველაზე მეტი მან შეინარჩუნა, ხო, პროტოქართული ენის, მაგრამ აი ზანური მე იყოფა მეგრულ ლაზურად. ზანურზე მიჭირს, იმიტომ რომ ესე ცალკე როგორ იყო, რომ კონტაქტი არ იყო, ხო? არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მე ჩემთვისაც ეს ცოტა გაურკვეველი მომენტია. მაგალითად მე მამით აფხაზეთიდან ვარ და მამა ჩემის დედამ ქართული არ იცოდა. კი, ესე იყო. მე მახსოვს ეგ ქალბატონი. ნუ არ იყო წერა კითხვა არ იცოდა თვითონ და იმიტომ დედა ინგილო მყავს და დედა ჩემ ასწავლა ქართული ბებია ჩემს და იმან მეგრული ასწავლა დედა ჩემა მეგრული ჩემზე კარგად იცის და ამიტომ აი ეგეთი ვარდნა როგორ არის ამ ეს დამოუკიდებელი ენები იყო თუ როგორ არ ვიცი აი თეორია ესეთია ვერ მომნახე ვერანაირი ახსნა არა მეც ძალიან ხო გეუბნებით მეც მაქვს ეს კითხვები თეორია ესეთია რომ იყო რაღაცა პროტოქართული ერთი პროტოქართული ენა რომელიც მე ესეთ აიშალა მაგრამ აი თქვენ მართალ ბრძანებთ რომ ესე კონტაქტი ერთმანეთთან აი სვანურზე თავხდები რომ ძალიან ლოკალიზებულია და გეოგრაფიულად ცალკეა და ჩაკეტილია და დაცილდა აქეთ ვითარდება სხვა და ის იმას ინარჩუნებს მაგრამ სანურთან ეხლა ეს კავშირი ესეთი მომეც ეს ძალიან რთული საკითხია. ერთხელ კითხე მე ენათმეცნიერებს ძალიან დილეტანტურად კითხე რომ იმ პროტოქართულ ენას ვერ აღადგენთ მეთქი და რატო დაგვცინე ურთულესი საკითხია ძალიან რთული საკითხია. ქალბატონ ზექალასაც კითხეს და თავისებურად ახსნა მანაც
ხო, ნუ რაღაცების ახსნას ვცდილობთ, მაგრამ ამდენად ეს რეალურად ესე იყო ერთხვა რა არის. თამას გამკრელძეს ჰქონდა თავის დროზე ძალიან საინტერესო სტატია. მე მგონი საგაზეთო სტატია იყო რა ენაზე საუბრობდა აიეტი. ხო საინტერესოა რა აიეტი რა ენაზე საუბრობდა. ქართულად, გემოდელ ქართულად არა, გამორიცხულია. ეს რაღაც მოგაცა. მადლობა, საინტერესო კურსი. სავარაუდოდ რაღაც ზანურ ენაზე. ხო. ხო. ეს რა მაინტერესებს? რაინასე კონტაქტებოდნენ ერთმანეთს. ალბათ ბერძნული იცოდა. ამიტი აქ რამხების ხება. ალბათ ბერძნული იცოდა, ეხლა განახლებულმა ხალხმა უკვე დღეს იცის ინგლისური სიტყვაზე და რაღაცა იცოდა ბერძნული, რა თქმა უნდა. რატომ თამაზის ის მოსაზრება იყო და პრინციპში თქვენ ეთანხმება, რომ თქვა მაგალითად სიტყვა ღვინო, ვაინ ყველგან წავიდა ქართულიდან. საფუძველი ქართულია ღვინო. იქიდან ვაინ იქიდან ამერევა. ბერძნულში წოინოს. ხო. და ბატონ მე მახსოვს ბატონ თამაზის ესეთ მოსაზრებაც აქვს, რომ ტყով ბერძნულში ტყով აი ტყავი. აქედან შესულია. აქედან წაიქს. ტყავი. ეს იმდენად ძველი პერიოდია და თან იმდენად გვაინტერესებს, რომ და აი ეს ცარიელი ადგილები რო ჩდება, მე ამის შევსება უკვე ხდება ხოლმე, ხან საკმაოდ არგუმენტირებულად, ხან ნაკლებად არგუმენტირებულად და ის შეკითხვა და გასულები. აი ირანთან დაკავშირებით, არიელების მიგრაციასთან დაკავშირებით, რომ ის რომ უფრო კარგად თქვენ გითხრათ, ანუ ინდო-არიული იყო და კიდე ანუ ინდოეთის მიმართულებით წავიდა, საიდან წავიდნენ და უფრო კარგად რო აკეთეს. არიელები ცხოვრობენ ინდოეთის ტერიტორიაზე, დღევანდელი. სადაც თავიდან ჩვენი არიან ქართლი? არა, არიან ქართლი არა, არიელები ანუ პროტო-ირანული ასე ხო. წავიდნენ ერთი ნაწილი წავიდა ანუ თვითონ ირანში, ხო რაღაცა ურალის რაღაცა სადღაც ეხლა მათი ნაწილი ინდო-ირანული ანუ ირანში და იქ ესა ინდოეთში და იქ დრავიდნენ თან მოხდა. აი სადღაც ლოკალიზდებიან სადღაც დღევანდელი ირანი, პაკისტანი, ინდოეთის საზღვარზე. აი სადღაც აქ არის მათი საფუძველი. ეს ინდო-ირანული. ხო, არიელები, აი ძველი არიელები. ირანში ვინც წავიდა ისიც ხო არიელია. ვერაფერს ვეღარ გეტყვით. ის ინდო-არიელი, ესე აი ვერ გეტყვით, ვეღარ გეტყვით. არო თქვენ აქემენიანებს გულისხმობ? არა, სულ ხო, მაგრამ მესმის. ამ თემის შინაგანი გაგრძელება კარგი იქნება, მე გირჩევთ, წაიკითხეთ, საინტერესო წიგნია აიზეკ აზიმოვის ახლო აღმოსავლეთი. და იქ აი თქვენ ვერსია რაც არის, მაგ ვერსიის რაღაც საინტერესო ის აქვს რა. თან აიზეკ აზიმოვის ახლო აღმოსავლეთი. ძალიან კარგი ეს მწერალი იყო, ფანტასტი მწერალი, მაგრამ როგორც სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის ავტორი უფრო მაგარია ვიდრე როგორც მწერალი. დიდი მადლობა შეხვედრა თუ მე მგონი რაღაც ძალიან რაღაცა დავიტოვოთ შემდეგი შეხვედრებისთვისაც ჩვენ არ ვიცი რამდენად გავამართლეთ და გული მიგზნობს რომ ამოვხსნით ერთ ფსიქოლოგიურ კიდევ თემას რაც საქართველოს უკავშირდება მეს მაინტერესებს ამ თვალსაზრისით ხომ და ეს კურსი სწორედ ვფიქრობ რომ რაღაცა დაემთხვა ამ თვალსაზრისით და ამიტომაც გავაკეთეთ რომ ჩვენ ვიყავით დიდი იმპერიების პერიფერიებში და პერიფერიული აზროვნება დაგვრჩა როგორც ჩანს საინტერესოდ. წეგან თქვენ რო თქვით ეს მამარდაშვილის აზრი, ეს მაგისი მეორე საპირწონე აზრი შეიძლება იყოს ეს რომ ჩვენ აზროვნება გვაქვს გახლეჩილი ორად ვასალური და ქედმაღლური. ეს ერთდროულად არის ხოლმე. ან ვარ ძალიან ვასალური ფეხქვეშ გარტყმული ვიღაცების მიმართ, ან ძალიან ქედმაღლები ვართ ხოლმე, ასევე ვიღაცების მიმართ. ეხლა ეს სომხეთის მატჩზე გამოჩნდა კიდე ერთხელ ეგ. მეცდები სამომავლოდ აი ეს განახოთ, რომ სწორედ ერთად დავინახოთ რა, აი ეს რა მოგვიტანა ამ იმპერიებთან. ყოველთვის ვერ მომგვით. ეგ საინტერესო არის, რა, იმიტომ რომ აი მართლა ესე არის, რომ აი პირობითად ეხლა ვთქვათ, რომ ვთქვათ ნებისმიერ აქაურზე, რომ ვთქვათ აი ბატონი ლაშა
სადღაც რომში აღიარეს და რაღაცა медаლი დაკიდეს გულზე, არ ვიცით ის რა медаლია. დღეს აქ ლაშას კურსი გაივსება, დარბაზი იქნება გადაჭედილი. ერთი მხრივ და მეორე რო ვთქვათ, აი აზერბაიჯანის სახელმწიფო ჯილდო გადასცეს, საერთოდ არავინ არ შეება, არც გააშუქონ არავით არის იმაში და თან რო ვთქვათ, რომ აი ჩვენი საუკეთესო ამბავი, არაფერი. აი ეს არის სწორედ ეს მერყეობა, ვასალობასა და ქედმაღლობას შორის, რაც ჩვენი ეროვნული გამოწვევაა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.